საღამო მშვიდობისა მოგესალმებით ყველას, ვინც გვიყურებთ საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ. განაჩენი 8 წლის შემდეგ თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიას 7 წელი და 6 თვე მიუსაჯეს. ჩვენი ინტერაქტივი როგორ ფიქრობთ, ეს სასჯელი არის სამართლიანი თუ ადგილი აქვს პოლიტიკურ დევნას? დაგვირეკეთ ზარი უფასო, ასევე გამოაგზავნეთ თქვენი მოსაზრება ჩვენს Facebook გვერდზე სახელწოდებით რეაქცია 2006 წელი 12 იანვარი ნავთლუღის სპეცოპერაცია, რომელიც მაშინდელი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ დაიგეგმა და ჩატარდა. სპეცოპერაციის მიზეზად რუსთავის ნომერ 1 საფრთხობილეზე დაგეგმილი შეიარაღებული თავდასხმა დასახელდა. სპეცოპერაციის შედეგად მოკრულები 17 წლის მურად გორგაძე, 21 წლის რომან სურმანიძე და 23 წლის შოთა მურად ართმელიძე იყვნენ. განაჩენი 8 წლის შემდეგ ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე დასრულებულია. ახალაიას ვერდიქტი. ბაჩანა ახალაიას სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა სხდომაზე დასწრებაზე, მან უარი თავადვე განაცხადა. 7 წელი და 6 თვე ეს არის ის განაჩენი, რომელიც თავდაცვის ყოფილ მინისტრს გამოუტანეს. ვიყურეთ დღეს რეაქციაში საღამოსაცე ნავთლუღის სპეცოპერაცია. მეგონა რომ უმაღლეს სურათს მიიღებდა. ჩვენ ვთხოვულობთ როგორც დაზარალებულის მშობელი უვადო პატიმრობას. ეს არ იყო სპეცოპერაცია, ეს იყო მკვლელობა. სასამართლოს არ ქონდა საფუძველი განხილვებული განაჩენი გამოეცა. თქვენ ელოდით, რომ ბაჩანა ახალაიას გაამართლებდნენ დღეს? ეს არის თქვენი სამართლობა. არა ხალხო თქვენო. ჩემი შვილი იმიტომ დაისაჯა, რომ ბაჩო ახალაიას ურთელი იყო, მეგობარი იყო. სამ ეპიზოდზე წარდგენილი ბრალი და გამოტანილი განაჩენი რა კავშირი აქვს ნავთლუღის სპეცოპერაციას და სანდრო გირგულიანის საქმეს ახალაიას განაჩენთან? რეაქციაში ვცლად მოგიყვებით, რის გამო შეუფარდეს ახალაიას 7 წელი და 6 თვე. რა სიტყვის პროკურორი, იუსტიციის მინისტრი, რა სიტყვიან დაზარალებულთა ოჯახები, საზოგადოება, ყველა ერთად ერთ სტუდიაში. კვირის მთავარი თემა რეაქციაში სასამართლოს გადაწყვეტილების ყვალდაკვალ. ისაც აქამდე არ ყოფილა და ის რის თქმასაც ვაპირებ, ტელეკომპანია იმედი ჟურნალისტების სპეციალური მიმართვა საკუთარ მაყურებელს რა აქვს სათქმელი იმედის წამყვანებს მოსახლეობისთვის. დღეს ყველა ერთად ერთ სტუდიაში საღამოს 10-ზე ვიკრიბებით. ჩვენ ყველაფერზე ღიად უნდა ვისაუბროთ. რა ხდება იმედში? რეაქციაში პირდაპირ ეთერში შალვა რამიშვილი, თეა სიჭინავა, ეკა ხოფერია, ნანიკო ხაზარაძე, დუტა სირტაძე. ვიყურეთ საღამოს 10-ზე დღეს რეაქცია არ უნდა გამოტოვოთ. მაშასე სასამართლო დასრულდა ბაჩო ახალაიას 7 წელი და 6 თვე. მას მიშულს და ქარდავას 11 წელი. რის საფუძველზე დადგა შედეგი? დღეს უნდა აღვადგინოთ რა მოხდა 2006 წლის 12 იანვარს. მნიშვნელოვანია, რომ 3 ახალგაზრდას მკვლელობა, რომელიც 8 წლის წინ მოხდა, არ დარჩა შეუფასებელი და მკვლელები ციხეში მოიხდიან სასჯელს. განაცხადა პროკურატურამ. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია კი საპასუხოდ ამბობს, რომ დღეს სასამართლო იმპერიალისტური ძალების ხელშია და მოხდა ზეწოლა ხელისუფლების მხრიდან. თქვენ როგორ ფიქრობთ, ბაჩო ახალაიას განაჩენი ესაა სამართლიანობის აღდგენა თუ პოლიტიკური დევნა? რამდენიმე წუთში მოკლული რომან სურმანიძის ოჯახი პირდაპირ ეთერში, ასევე იუსტიციის მინისტრი, პროკურორი, ადვოკატი, ადამიანის უფლებათა კომიტეტის მაშინდელი თავმჯდომარე. მანამდე კი ინტერაქტივის შეკითხვით მიუმართავ დარბაზს. საღამო მშვიდობის, ძალიან დიდი მადლობა, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მასზე ახალაიას განაჩენი არის ვიდრე მოусმენთ პროკურატურის, იუსტიციის მინისტრის განცხადებებს, ვიდრე მოусმენთ დაცვის მხარეს, ვიდრე მოусმენთ დაზარალებულ ოჯახს. მაინტერესებს რას ფიქრობთ თქვენ? ბაჩო ახალაია ამბობს, რომ დღეს სასამართლოზე მიდის ზეწოლა, რომ სასამართლო არის იმპერიალისტური ძალების ხელში. პროკურატურამ კი იმავე დღესვე განაცხადა, რომ მკვლელები წავიდნენ ციხეში და ეს ასე უნდა მომხდარიყო. ჯაბა ჯიშკარიანით ვიწყებ. ჯაბა, როგორ ფიქრობ, რას უპასუხებ ჩვენს ინტერაქტივს? სამართლიანობის აღდგენა თუ პოლიტიკური ანგარიშწორება? ძალიან დიდი მადლობა ინგა, უპირველეს ყოვლისა მოგესალმებით საზოგადოებას, მაყურებელს, ამ ყოფ ადამიანებს აბსოლუტურად უყლებრივ ყველას, რაც შეეხება ინტერაქტივის შეკითხვას, მე უპასუხებდი, რომ ეს არის სამართლიანობის, ალბათ არა, ეს არის სამართლიანობის აღდგენის პროცესი. ვინაიდან? რაც შეეხება იმ ბაჩო ახალაიას განცხადებაზე მინდა ორი სიტყვით შევაფასო და შემდეგ გავაგრძელო უკვე, რომ თითქოს ეს არის იმპერიალისტური რეჟიმი და იმპერიალისტური გუნდი და სასამართლოს ზეწოლა ხდება. თქვენ მოგეხსენებათ, რომ კანონი შეიცვალა და დღეს სასამართლოს უბრალოდ პროკურატურა არ განსაზღვრა სასჯელის ზომა
არც აქ ამის მოთხოვნის უფლება. Პირდაპირ სასამართლო ადგენს ნორმას თუ რამდენი წელი უნდა მიესალმოს. სწორედ ამაზე საუბრობდა ახალაია თავის განცხადებაში, რომ სასამართლოზე მოხდა თუ არ მოხდა. თუ შეიძლება დავამთავრებ ქალბატონო ინგა, მე მინდა შევეხო იმ ფაქტს, რომ ყოფილიყო ის წყობა, რა წყობაში რამდენი წელი თითოეული ჩვენთაგანი ცხოვრობდით და რო ყოფილიყო შეკრებითობის პრინციპი ამუშავებული, რაც იყო ნაცმოძრაობის დროს, დღეს ახალაია და მერაბიშვილ და უგულავას და აბსოლუტურად ყველა თქვენ მოგეხსენებათ, რომ ესენი მრავალი მუხლით არიან გასამართლებულები, საჯარო ზონად განესაზღვრებოდა დაახლოებით 20, 25, 30, 40 და 50 წელი იმდენ მუხზე არიან ეს ადამიანები პასუხისგებაში მიცემული. თქვენ მოგეხსენებათ, თითოეულ მათგანის ცალ-ცალკე გამოიყო ეს საქმეები, მერაბიშვილთან მიმართებაში არის დღეს სამი საქმე, ეს არის 26 მაისის საქმე, ეგრეთ წოდებული აგარაკის და ფულის გაცემის კათედრების და თანამდებობის ბოროტად გამოყენების საქმე, რომელიც 333-12 მუხლებით მიმდინარეობს და ასევე არის გირგვლიანის საქმე მერაბიშვილთან მიმართებაში. სადაც 3 წელი მიესაჯა ამ მონაკვეთში, სხვა მონაკვეთებში 5 და 6 წელი მიესაჯა, შემდეგ ამნისტია შეეხო და 3 წელი და 6 თვე და განესაზღვრა სასჯელის ზომად. ეს უკვე სხვა მოსამართლის პრეროგატივაა, აქაც ახალი კანონმდებლობა მუშაობს და შემდეგ უკვე როცა ის იქნება ყველა სასამართლო სამივე ინსტანციაში დამთავრებული, ციხის ადმინისტრაციამ, სადაც იქნება ის მოთავსებული უნდა მიმართოს ადგილობრივ სასამართლოს და შემდეგ ადგილობრივი მოსამართლე განსაზღვრავს მის საბოლოო სასჯელს. ანუ მე იმაზე მაქვს ლაპარაკი, რომ ეს ყველა განცხადება მაყურებელმა იცოდეს კარგად და კარგად რომ აუღოს ალღო ამ ყველაფერს ამ განცხადებას, სადაც ეს ადამიანი აკეთებს, გასაგები არის, გასაჭირშია და ინანიებს მის სოდვებს და მხოლოდ ეს ალაპარაკებს ამ ყველაფერს, მაგრამ ამ ადამიანმა მაყურებელმა რო იცოდეს ყველაფერი, ეს არის დემოკრატიული პროცესი და სწორედ ამ სახელმწიფოს შექმნისთვის ვიბრძოდით თითოეული ჩვენთაგანი და შედგა ეს სახელმწიფო ნამდვილად. რომ ყველას დღეს აბსოლუტურად აქვს ამ ქვეყანაში თავისუფალი აზრის გამოხატვა და არ არსებობს ამ ქვეყანაში თანამდებობრივი საზომი. ყველა აბსოლუტურად ეს იქნება მინისტრი, ეს იქნება პარლამენტის წევრი თუ ჩვეულებრივი მოქალაქე, ყველა ადამიანი იქნება ამ ქვეყანაში კანონის თანასწორი, აბსოლუტურად ყველა განსხვავებულად რანგისა თუ ასაკისა თუ. დიდი მადლობა. მასე ახალაიას განაჩენი, ეს არის სამართლიანი აღდგენა თუ პოლიტიკური ანგარიშწორება. მუხრან ბურჟუაძეს მინდა დაუსვა შემდეგი კითხვა გისმენთ მუხრან. მოგესალმებით, მიესალმებით ტელემაყურებელს, დარბაზს. იცით რა არის ძალიან შემაშფოთებელი და სამწუხაროა, როდესაც თვითონ თემა დღეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე არ არის საუბარი, როგორც არის უახლესი გამოწვევები, ახალი აგრესიის საფრთხე რუსეთიდან, დეოკუპაცია და არაღიარების პოლიტიკა და სწორედ საკითხის აქტუალობა უცხატყობს, რომ ქვეყანაში არ არის ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი. მაშინ, როდესაც დღეს ჩვენ სვავთ უკვე კითხავს, არის პოლიტიკური დევნა თუ სამართლიანობის აღდგენა. ეხლა რა თქმა უნდა, აქ კითხვის ნიშნები უკვე არც საერთაშორისო საზოგადოებას აღარ აქვს და აღარც ქართულ საზოგადოებას, რომელსაც არის პირდაპირ პოლიტიკური დევნა, ვინაიდან სახელმწიფომ, ასე ვთქვათ, მთავრობამ პირდაპირ მოახდინა დეკლარირება თავისი მიზნებისა და აგერ ძალიან სიმბოლურია, რომ სწორედ ქალბატონი წულუკიანი ყავთ დღეს ეთერში მოწვეული, ვინაიდან მისი საჯარო განცხადება იყო, რომ მისი პოლიტიკაში მოსვლის მიზანი იყო სწორედ ოპოზიციის განადგურება. სწორედ ამიტომ აღარ აქვს არავის უკვე კითხვა ამასთან დაკავშირებით. ეხლა არავის და არ მინდა გამიგოს ისე, რომ თითქოს მე არ ვემხრობი, რომ დანაშაული იქნეს გამოძიებული და დამნაშავე მაგოს კანონის წინაშე პასუხი. თუმცა მე ვერ ვენდობი იმ სასამართლოს, რომელსაც შეუძლია ერთ ღამეში მიიღოს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება, რომელსაც შეუძლია სიტყვაზე გადაწყვეტილება გამოსცეს, ასე ვთქვათ, კრიმინალური ავტორიტეტების დავერბოკებული მოწმეების ჩვენებების საფუძველზე, ასევე მოკლული თუ გატაცებული მოწმეების საფუძველზე შეუძლია გადაწყვეტილება მიიღოს. მე ვერ ვენდობი იმ სასამართლოს ელემენტარულად, რომელიც ამ ხელაზე წულას განიცდის მთავრობიდან. ვერ ვენდობი მაშინდელ სასამართლოს, როდესაც სიტყვაზე იგივე ყოველი სიტყვაზე ბაჩუ ახალაიას მიმართ ყოველი გამამართლებელი განაჩენის გამოტანის წინა დღეს შედის ახალი ბრალი, დაკვეთილი ბრალი. დაკვეთილი რას ნიშნავს? უკაცრავ თქვენ მას უდანაშაულობთ, ცნობთ უდანაშაულობას. ხელისუფლება აკეთებს დეკლარირებას ამისა, რომ უნდა განადგურდეს და პოლიტიკურ ორბიტას უნდა ბოწყდეს რომელიმე პოლიტიკური ძალა, რა თქმა უნდა ეს არის დაკვეთილი პოლიტიკური დევნა. დიდი მადლობა. ლევან გოგიჩაიშვილთან დავსვავ შემდეგ შეკითხვას. ლევან, პოლიტიკური დევნა ასე აფასებს ამ წუთას მოისმინეთ ნაწილი იმ ადამიანებისა, ვინც ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერები არიან დღესაც. რამდენად ადეკვატური იყო სასჯელი თქვენი აზრით, როდესაც მოისმინეთ 7 წელი და 6 თვე? ცოტა ახლოს მიიტანეთ მიკროფონი. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. რაც შეეხება სასჯელის ადეკვატურობას, ეს სასამართლომ განსაზღვრა და მე ამაზე ვერაფერს ვერ გავაკეთებ, ვერანაირ კომენტარს. და მამაც ახსენა, ძალიან ბევრი მუხლები ჰქონდა მას აღძრული სისხლის სამართლის საქმე მის მიმართ და შესაბამისად შეკრებითობა რო ყოფილიყო უფრო მეტი იქნებოდა სასჯელი. მიუხედავად ამისა, მე მაინც არ ვარ მომხრე სასჯელის შეკრებითობის და ზუსტად ეს არის განსხვავება ერთ-ერთი წინა ხელისუფლებას და ახალ ხელისუფლებას შორის. რაც შეეხება დაკვეთას, ამ ადამიანმა კარგად უნდა გაითავისოს. ეს არის არც ქალბატონის
ლუკიანის დაკვეთა და არც ნებისმიერი მთავრობის წევრი. ეს არის 1 ოქტომბერზე ადამიანების მიერ ჩაგდებული ურნაში ხმების და საქართველოს საზოგადოების დაკვეთა, რომელმაც არჩევანი გააკეთა 1 ოქტომბერს და ეს იყო ძალიან მძიმე არჩევანი, ამას ახლდა ძალიან დიდი პროტესტი ამ წლების განმავლობაში და ეს არის საზოგადოების დაკვეთა. ვერც ერთი მთავრობა ვერასდროს ვერ გაანადგურებს ოპოზიციას, ეს არის ზღაპარი, თუ საზოგადოება დაუდგება ამ ოპოზიციურ ძალას, მაგრამ როდესაც საზოგადოებისგან არის დაცლილი თავიდან ბოლომდე მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, ეს დომის პროცესია და ის თვითონ განადგურდება, ამას არანაირი ხელშეწყობა არ უნდა. კიდე მეორე თემა, სასამართლოს დამოუკიდებლობა არ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დღევანდელი ხელისუფლება არც ცდილობს უბრალოდ არ უნდა, იმიტომ რომ სასამართლო ამ შემთხვევაში თვითონ იღებს გადაწყვეტილებას და თქვენ თუ დააკვირდებით სასამართლო პროცესებს არის გაცილებით უფრო მეტი გამამართლებელი განაჩენი სტატისტიკურად ვიდრე ეს იყო აქამდე, როდესაც 0.1% იყო გამამართლებელი განაჩენის და ეხლა არის დაახლოებით 20%-ზე მე იგივე წინასწარი პატიმრობა. ასე რომ შორს ვარ იმ აზრისგან რომ თითქოს ან ლუკიანი ან ვინმე ზეწოლას უკეთებდეს მოსამართლეს, იმიტომ რომ ეს არ ჭირდება, ეს არ არის საზოგადოების დაკვეთა და ეს არ არის პოლიტიკური ამოცანა ამ ხელისუფლების. პოლიტიკური ამოცანა რაც არის ქვეყნის წინსვლა. სხვა შემთხვევაში ამ შემთხვევაში თქვენ ინტერაქტივს დაავეთანხმები აბსოლუტურად უფრო საზოგადოების დაკვეთა არის ეს ვიდრე თქვა მთავრობის, იმიტომ რომ საზოგადოების გარეშე ვერც ერთი მთავრობა ვერასდროს ვერაფერს ვერ გააკეთებს. კი ბატონო, გოჩა მე სხვაოსან გადავდივარ პირდაპირ შეკითხვით და გვაქვს პირველი პირდაპირი ჩართვა ბათუმიდან ნანა სურმაინძე ჩაგვერთვება, რომლის ძმაც იყო ერთ-ერთი, ვინც ნავთლუღში სპეცოპერაციას შეეწირა. რა სიტყვით თქვენ ბატონო გოჩა, ეს არის სამართლიანობის აღდგენა თუ ეს არის პოლიტიკური ანგარიშის სწორება? მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ საკითხი ესე მარტივადაც არ დგას. ძალიან კარგია, როდესაც ხელისუფლება ცდილობს აი ამ საქმეებს, წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა საქმეებს პოლიტიკური შემადგენელი ჩამოაშოროს, მაგრამ მთელი რიგი გარემოებები მას არ აძლევს ამის საშუალებას და ამის დასტურია თუნდაც ევროსაბჭოს რეზოლუცია, ამის დასტურია თუნდაც დღეს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გააკეთებული განცხადება. მე ვფიქრობ, რომ გამოძიების პირველსავე ეტაპზე დაშვებულმა ბევრმა შეცდომამ განაპირობა ის შედეგი, რომ ჩვენ დღეს გვიხდება საუბარი იმაზე, არის ეს პოლიტიკური დაკვეთა თუ არა, არის პოლიტიკური დევნა თუ არა. მოვლენების განვითარებას თუ შევხედავთ, გახსოვთ თქვენც ბრძანდებოდით იმ შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა თავის დროზე ბატონი ირაკლი ღარიბაშვილთან, ის მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და ჩვენ თხოვეთ ბაჩუ ახალაიას საქმესთან დაკავშირებით. მე არ ვიყავი, მაგრამ დიახ, ჟურნალისტების შეხვედრა იყო. და თხოვეთ ესეთი რამ, რომ ხო არის ხალხში ხომ უცირებს ესეთი აზრი, რომ ეს კაცი იყო ცოცხლად ჭამდა ადამიანებს და ზვალ სადღაც კარადაში ალაგებდა. გამოვიტანეთ ეს ვლები და დადეთ, გვაჩვენეთ. ესე იგი აქ საუბარი არის ამ შემთხვევაში იმაზე, რომ პროკურატურამ მთელი რიგი მტკიცებულებები დააკლო, ცუდი საქმეები არასწორად მიაწოდა სასამართლოს და სასამართლომ მთელ რიგ საქმეებზე თქვენ ნახეთ გამამართლებელი განაჩენები გამოიტანა. არის მეორე მომენტიც, რომელიც აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ თუნდაც აი ამ იმიდან, რა ქვია, სასამართლოს განაჩენიდან გამომდინარე, ორივე მხარე არის უკმაყოფილო. უკმაყოფილო არის დაზარალებულთა მხარე და უკმაყოფილო არის, რა თქმა უნდა, ახალაიას მომხრეები. ამ სიტუაციაშიც მე ვფიქრობ, რომ ძირითადი პასუხისმგებლობა საქმესთან დაკავშირებით ეკისრება პროკურატურას, რომელმაც აბსოლუტურად არაპროფესიონალურად გამოიძია ეს საქმე და ერთი მომენტიც. სამართლიანი ყოველთვის არ არის სამართლებრივი, შესაძლოა კონკრეტული საქმე იყოს სამართლიანი, მაგრამ სამართლებლივ ჩარჩოში არ ჯდებოდეს ის. ან პირიქით, აქედან გამომდინარე, რამდენად სამართლებრივად სწორად მიუსაჯეს ახალაიას არის მეორე მომენტი, მაგრამ რამდენად სამართლიანი იყო, თვითონ კანონის სამართლიანად არ უნდა სჯიდეს, არამედ სამართლებრივად უნდა სჯიდეს. კი ბატონო, მოდით მოусმინოთ დაზარალებულ ოჯახს. ქალბატონი ნანი სურმაინძე გვერდება ბათუმიდან პირდაპირ ეთერში. მისი ძმა გარდაიცვალა სწორედ მოკლული იქნა სწორედ იმ ღამეს ნავთლუღის სპეცოპერაციისას. საღამო მშვიდობის ქალბატონი ნანი, ძალიან დიდი მადლობა რომ მიიღებთ გადაცემაში მონაწილეობას. პირველ რიგში მაინტერესებს როგორი იყო თქვენი რეაქცია, როდესაც სასამართლო გადაწყვეტილება შეიტყეთ. რამდენად ადეკვატური იყო ის სასჯელი, რომელიც ის განაჩენი, რომელიც სასამართლომ გამოიტანა, გისმენთ? გამარჯობათ, პირველ რიგში მოგესალმებით, მოვესალმები სტუდიაში დამსწრეს საზოგადოებას. და რეაქციას რაც შეეხება, ნამდვილად არ იყო ადეკვატური განაჩენი. ხმა გაასწორეთ თუ შეიძლება. თუ შეიძლება ტექნიკური ხარვეზია, ხმა არის მის, გისმენთ? რა თქმა უნდა, არ იყო
კმაყოფილებელი და უადო პატიმრობა უნდა ესაჯებოდეს ასეთ დამნაშავეებს, მაგრამ რახან იყო რეაგირება, რახან იყო გამოძიება პროკურატურის ტექნიკური ხარვეზია ვიდრე გაასწორებენ მე აქვე დარბაზთან დავსვავ კიდევ ერთ შეკითხვა სალომე მახარაძე იყო სწორედ თავდაცვის მინისტრის პრესმდივანი წლების განმავლობაში მუშაობდა მასთან ერთად სალომე თქვენი პასუხი ჩვენი ინტერაქტივის შეკითხვაზე და იმედია რომ ტექნიკური ხარვეზი გასწორდება ბათუმიდან პირდაპირ ჩართვით ისმენ მოგესალმებით ცოტა ახლოს თუ შეიძლება მე გარკვეულწილად მინდა ხმამაღლა ვთქვა, რომ სუბიექტური ვარ ამ ადამიანის მიმართ, იმიტომ რომ გარკვეულმა წლებმა ერთად მუშაობისამ მოიტანა ჩვენი მეგობრობა, მაგრამ ამ შემთხვევაში გავამახვილებ იმაზე ყურადღებას, რაც თქვენც იცით. ის არაერთგზის გამართლდა. გამართლდა თუ გამტყუნდა, ამაზე ხა ვაკეთებ აქცენტს. აი გადახედეთ. 12ჯერ გამართლებული ადამიანი, ყოველი განაჩენის წინა დღეებში შეგიძლიათ არქივი ამოიღოთ თქვენი და ნახოთ, ან 2 დღით ადრე, ან 1 კვირით ადრე, ან 1 თვით ადრე. გაჩნია რამდენ დროს აიღებდა მოსაფიქრებლად მოსამართლე. ყოველთვის მას განაჩენამდე ძალიან ცოტა დროით ადრე უყენებდნენ ახალ ბრალს. რა მოხდა ახლა? არის ევროსაბჭოს რეაგირება და ხდება ის, რომ მას რატომღაც უცნაურად მოხდა ესე 12ჯერ გამართლებული ახალაიასთვის, რომ ამ შემთხვევაში მას ბრალი აღარ წაუყენეს. აი ლოგიკურად მივყვეთ. ძალიან უცნაური არ შეიძლება ეს დეტალებს რომ არ ჩაუღრმავდეთ ჩანს პირდაპირ რომ არ ვიცი ესეთი პრეცედენტი ალბათ არსად არ არის ჩანს რაღაცა სცენარს გავს რომელიც მე ვფიქრობ რომ საკმაოდ უნიჭოდ არის დაწერილი გარდა ამისა თვითონ თემაზე ხდება ულტრირება აი მაგალითად იმაზე რომ ამ საქმეში არის გარდაცვალების თუ სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვალების თუ ადამიანის რაღაც გარკვეული შეცდომების გამო ან ძალადობის გამო მოკდინების საკითხი პირდაპირ ამას უკავშირებენ ბაჭოს მე მოვისმინე არაერთი ჟურნალისტისგან საქმეში ეს ასე არ არის კი ბატონო ამ საკითხზე იქ არიან ადამიანები იმათმა უნდა აგონ პასუხი მაგრამ საქმით ეს ბაჭო ახლა ეს საერთოდ არ უკავშირდება პროკურორი როდესაც გამოჩება პირდაპირ ეთერში მაყურებელი უფრო მეტად გაიგებს რის საფუძველზე მოხდა ამ განაჩენის წარდგენა მას სრულიად სხვა ბრალი აქვს დაყენებული სასჯელით სხვა საკითხზე აქვს ეს არის იმ დანარჩენ ორ ადამიანზე ქარდავაზე და მაზმიშვილზე თუ არ ვწდები და არა უშუალოდ ბაჭო ახალაიას სამ ეპიზოდზე ქონდა წარდგენილი ეს ბრალი და პროკურორი განმარტავს იცით რა არის უფლებამოსილების გადამეტებას და ადამიანის მოკვდინებას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა ადამიანს როდესაც აბრალებ სამართლებრივად სამართლიანად არასამართლიანად ესაც გააჩნია რას აბრალებ მაგრამ ნუ ეს უკვე რაღაც ისეთი ხასიათი აქვს ამ ყველაფერს მიღებული რომ განსაკუთრებულად აღარ ჩანს და ამიტომ ყველა რატომღაც ამ საქმესაც მას უკავშირებს რატომ როგორ ფიქრობთ რატომ თუკი თქვენ ასე ფიქრობთ რომ აი რაღაც ხელოვნურად რო ამბობთ ალბათ ყველაზე კარგად სწორედ მე ვიცი რატომ იმიტომ რომ ის წლების განმავლობაში შეირაცხა მართლა ადამიანების მჭამელ ადამიანად ეს ბაჭოს ბრალია და ამითი მე მინდა გითხრათ ერთ-ერთი მე ვარ ვინც მისი შეცდომა იცის ნამდვილი მისი შეცდომა და დანაშაული იყო ის რომ ის არასდროს არ იყო საზოგადოებასთან გახსნილი მეც ამაზე გარკვეულწილად ვაგებდი პასუხს ყველანაირად როგორც შემეძლო მეგობრობით როდესაც უკვე მეგობრობდით გაბრაზებით მაგალითების ჩვენებით მაგრამ ნუ მას გარკვეული პრინციპული დამოკიდებულება ჰქონდა ამასთან იცით რა განმაწყობს კიდევ დადებითად აი ამ დროს ამ ადამიანის მიმართ რომ და რა იწევს შემდგომ რომ მან მისი შეცდომა აღიარა. შეცდომა, რომელზეც მე ვარ პასუხისმგებელი ხა იმაზე, რაზეც ვლაპარაკობ, იმიტომ რომ მე ვიყავი მისი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი და ვიცი, რომ ის საკმაოდ ჯიუტია, მაგრამ ეს სიჯიუტე სხვა მხრივ სიმკიცეში ადგება და არ დაყვა იმაზე მე პირადად გუნდს, რომელიც მუშაობდა, რომ საზოგადოებასთან გახსნილი ყოფილიყო. დიდი მადლობა. ლევან, რატომ გეღიმებათ და თავისევ ბათუმს და თეატრ ლუკიანია უკვე ხაზზე გისმენ? ცოტა ახლოს მიიტანეთ მიკროფონს. საუბრობთ კონკრეტულ დანაშაულზე თქვათ ამ ნაოთლუხის თემაზე, მაგრამ მინდა სრული პასუხისგებლობით განვაცხადო. აი რაც მე მახსოვს და რასაც მე ვარ მომსწრე, ხო, თქვათ აი სანამ შეიძლება 1 ოქტომბერი მოხდებოდა და შეიცვლებოდა ხელისუფლება, დაახლოებით 3 წელი და 2 თვე გავატარე სამჯერ აღსრულების სისტემაში, ხო? ყოველი გათენებული და დაღამებული დღის გამო უნდა დაისაჯოს ეს ადამიანი, ისეთი სისტემა ქონდა იქ შექმნილი. ყოველ დღე აი სრული პასუხისგებლობით ვამბობ, ადამიანებს აწამებდნენ. არ ჩაუგდიათ არც ერთი
და ეს იყო შექმნილი სისტემა და ამის თავში იდგა ბაჩო ახალაია. მე ის ასევე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მარტო მან უნდა აგოს პასუხი ამასთან დაკავშირებით. ამაზე პასუხი უნდა აგოს მინიმუმ მორალურად ყველა იმ ადამიანმა, ვინც ამას იცოდა ამ სისტემის შესახებ, თვალს ხუჭავდა და საჯაროდ არ იძახდა. აი ეს არის უბრალოდ რისი თქმა. დიდი მადლობა. ნანი სურმაინძია კვლავ პირდაპირ ხაზზე და თეატრო ლუკიანი სულ მალე ჩვენს ეთერში. ქალბატონ ნანი, მე მგონი აღდგა ჩვენ შორის კავშირი. იქნებ მოგვიყვეთ და აღიდგინოთ ის სურათი, რა მოხდა 2006 წელს ოჯახმა, როგორ გაიგო მომხდარი, რა გითხრეს, როგორ შეიტყვეთ იმ სპეცოპერაციის შესახებ და იმის შესახებ, რომ თქვენი ძმა იყო მოკლული. როგორც მთელმა ქართულმა საზოგადოებამ, ისევე ოჯახის წევრებმაც ეს ინფორმაცია გავიგეთ ტელევიზიით. ტელევიზიიდან გაიგეთ და შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები. საუბარი იმაზე, თქვენი ოჯახის მხრიდანვე მომისმენია, რომ მან არ იცოდა იარაღის ხმარება და შემდეგ უეცრად, როდესაც ირკვევა, რომ ეს ადამიანები გეგმავდნენ, როგორც ითქვა, რუსთავის ნომერ 1 საპყრობილეზე თავდასხმას. რა სიტყვით, აი რა შეგიძლიათ ამ საქმის კვალდაკვალ თქვა? ის რომ ეს არის სრული აბსურდი. მეტი არაფერი არ შემიძლია რო თქვა. სრული აბსურდი, როცა ადამიანი არ არის მკვლელი, მას როგორ თუნდაც აი 20 წლის ბავშვს როგორ შეეძლო ბავშვებს რომ აიღოთ ციხე? აბა თქვენ მითხარით. არ ვიცი, მე ამაზე ალბათ ბევრს ვისაუბრებ დღევანდელ გადაცემაში. მაშინ რა გახდა მიზეზი, თქვენი ინფორმაციით, თუ გაქვთ თქვენი ვერსია, რატომ მოხვდნენ ეს ბიჭები, ახალგაზრდა ბიჭები იმ ღამეს, ამ სპეცოპერაციის ობიექტები რატომ გახდნენ? ეს არ იყო სპეცოპერაცია, რატომ არ ქმებენ სპეცოპერაციას არ ვიცი. აბა რა იყო, ქალბატონი? სპეცოპერაცია ეს იყო უშუალოდ ადამიანების დახვრეტა და მკვლელობა. განზრახ ჩადენილი მკვლელობა, მე ასე ვფიქრობ. და რატომ თქვენ როგორ ფიქრობთ? არის, როცა აღკვეთ. დიახ. სპეცოპერაცია არის, როცა აღკვეთ ამა თუ იმ დანაშაულს და რა დანაშაული აღკვეთეს? ნავთლუღის სადგურიდან რუსთავის ციხე და თავდასხმა აღიკვეთა ამ სპეცოპერაციით ეგრეთ წოდებული? მე ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, აი ამ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ როგორი არის თქვენი ოჯახის პოზიცია? ფიქრობ თუ არა, რომ უკვე ყველა პირს მიესაჯა სასჯელი და ყველა დამნაშავე უკვე არის პასუხისგებაში მიცემული? არა, ჩვენ არ ვფიქრობთ, არ არის ნამდვილად არ არის შეფარდებული ის რასაც იმსახურებდნენ ეს მკვლელები, უფრო დიდ განაჩენს ველოდით, მინდა გითხრათ. აპირებთ რომ გააპროტესტოთ ეს გადაწყვეტილება. შევხედავთ მოვლენები კიდევ როგორ განვითარება. ჯერჯერობით როგორც ცნობილია, დათა ახალაია დაჭერილი არ არის და ვაძლევთ ისევ საშუალებას პროკურატურას, რომ რაშიც არ იღებენ, რასაც არ იღებენ თავზე და დანაშაულსაც ის აღიარონ. კი ბატონო, დიდი მადლობა. ეს იყო ნანი სურმაინძე და საქართველოს იუსტიციის მინისტრი გვერდება პირდაპირ ეთერში. საღამო მშვიდობის ქალბატონო თეა, მე მინდოდა რომ მოგესმინა თქვენ დავუშვათ ჩვენს აუდიტორიაში სხვადასხვა პოზიციები, სხვადასხვა შეფასებები და შემდეგ დამესვა თქვენთვის პირველი კითხვა. დღეს ვსაუბრობთ საბოლოო განაჩენზე 7 წელი და 6 თვე. რამდენად ადეკვატური აღმოჩნდა სასჯელი, რომელიც მიუსადაგეს ბაჩო ახალაიას. საღამო მშვიდობის, მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში. მოგესალმებით. მთავარი პრინციპში ჩემთვის და ალბათ დაზარალებული მხარისათვისაც, რომლის შეფასებებსაც ახლა ვისმენით და ნებისმიერ იურს შეშურდებოდა ის მარტივი ფრაზები და სწორი ანალიზი, რასაც მე ვერ ხედავდი, მაგრამ ვისმენდი დაზარალებული ქალბატონი აკეთებდა, მთავარი იყო რეაგირება. რეაგირება გამოძიების სახით. მე მახსოვს ჯერ კიდევ სტრასბურგიდან, რომ ამ საქმეზე წინა ხელისუფლება ისევე როგორც სხვა საქმეებზე თვალს ხუჭავდა გასაგები მიზეზების გამო და არ იძიებდა ამ საქმეს. მთავარი პრობლემა მაშინ იყო სწორედ ეს, რომ ერთის მხრივ სახელმწიფო და მისი წარმომადგენლები ხშირად მაღალი რანგის ძალადობდნენ ადამიანის სიცოცხლეზე, მოქალაქეზე და შემდეგ უარს ამბობდა სახელმწიფო ამგვარი საქმეების გამოძიებაზე, ანუ რეაგირებაზე. რეაგირება მოხდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა, ეს იყო პირველი უმნიშვნელოვანესი რამ. მეორე უმნიშვნელოვანესი ის იყო, რომ რეაგირების შედეგად პროკურატურამ ჩაატარა გამოძიება. საქმე დაიძრა მკვდარი წერტილიდან და გამოძიების შედეგად დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.
ეს არ არის გამამართლებელი განაჩენი, ეს არის გამამტყუნებელი განაჩენი. სასჯელი, რა თქმა უნდა, არ იყო პროკურატურის საქმე, არც რომელიმე მინისტრის ან მთავრობის. თქვენ იცით, რომ ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით სისხლის სამართლის საქმეზე პროკურატურას ხელი არ მიუწვდება სასჯელის განსაზღვრაზე და არც სასჯელის მოთხოვნაზე ამა თუ იმ ზომით. პროკურატურა საქმეს იძიებს და ითხოვს ადამიანის გამტყუნებას. ამ მხრივ მოსამართლე წაყვა პროკურატურას მის ანალიზში, დაიჯერა ის მტკიცებულებები, რაც მხარემ პროკურატურამ წარადგინა მეორე მხარის დაცვის წინააღმდეგ და დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. მე როგორც ერთი მოქალაქე თუ ჩემს ერთი მოქალაქისას რაიმე მნიშვნელობა აქვს. რა თქმა უნდა მგონია რომ შეიძლებოდა სასჯელი მეტიც ყოფილიყო, მაგრამ როგორც იუსტიციის მინისტრისთვის ჩემთვის მთავარია რეაგირება, ის რომ გამოძიება ჩატარდა და ის რომ მის წინააღმდეგ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი და 7 წელი ციხეში. დიახ, გისმენ დაასრულეთ და დაგისვავთ შეკითხვას. 7 წელი ციხეში შეიძლება მედგარი კაცებისთვის ცოტა, მაგრამ ალბათ ბაჩუ ახალაიასთვის არც თუ ისე ცოტა წლებია, როდესაც ის ამ წლებს გაატარებს ციხეში. ქალბატონო თია, თქვენი ოპონენტები იგივე ბაჩუ ახალაია, რომელმაც გაავრცელა განცხადება სასამართლოს გადაწყვეტილების დღესვე, ამბობს, რომ დღეს არის სასამართლო იმპერიალისტური ძალების ხელში და რომ მოხდა ხელისუფლების მხრიდან ჩარევა და ზეწოლა სასამართლოზე გამოძიებაზე და საუბარი მიდის იმაზე, რომ თეატოლუკიანიდან დაწყებული პროკურატურის დამთავრებული ხდებოდა მოწმეებზე ერთგვარი ზეწოლა. რას უპასუხებთ ამას? მე ამას უპასუხებდი იმას, რომ აბსოლუტურად გაუგონარი ბრალდებებია, რადგან თუ კი რამე ჩვენი ხელისუფლების და ჩემი მინისტრობის პირობებში მიიღწა და იქნა მიღწეული მართლმსაჯულების სფეროში. ეს არის სწორედ მოსამართლის დამოუკიდებლობა. საკმარისია ის, ვინც ამ ბრალდებებს ახმოვანებს, გაესაუბროს ადვოკატებს, გაესაუბროს ექსპერტებს და გაესაუბროს გაუხმაურებულ საქმეებზე დაზარალებულს და ჩვეულებრივი მოქალაქეებს, რომლებსაც ზუსტად ისეთივე ტკივილი შეიძლება მიადგათ ერთ დღეს, მაგრამ ბრალდებული არ იყო მაღალჩინოსანი და ამიტომაც არ ვიცით ამ საქმეების შესახებ. ყველას თუ გაესაუბრებიან, ნახავენ, რომ დღეს სახეზეა ყველაზე დიდი მიღწევა მართლმსაჯულების სფეროში, რომ მოსამართლე არის დამოუკიდებელი ჩემგან, მოსამართლე არის დამოუკიდებელი მთავრობისგან, პრემიერისგან და ვერც ერთი მოსამართლე დღეს ვერ იტყვის, იმიტომ რომ ეს ასე არ არის, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი მას დაუკავშირდა, დააშინა, შეაშინა ან რაიმე ტიპის გადაწყვეტილების მიღება მოსთხოვა. მოწმეებზე იყო ზეწოლაო, საუბარი იყო იმაზეც, თითქოს იგივე მაგალითად პატიმარი ჯოლოხავა თითქოს ყავდათ ამოყვარი თქვენთან კაბინეტში, იყო ეს რეალური ინფორმაცია თუ არა და თქვენთან საუბრის შემდეგ მან გადაწყვიტა თანამშრომლობა პროკურატურასთან. დიახ. მე ამაზე გავაკეთე კომენტარი, მე ძალიან წუხვარ და სხვათა შორის განვიცდი აი მოქალაქის ბედს, რომელიც დიდხანს ვერ ვიხსენებდი, როდის შევხვდი მას და აღმოჩნდა ბატონი ჯოლოხავა, რომელიც ჩემთან კაბინეტში არავის არ ამოუყვანია, ჩემთან კაბინეტში ამოყვანები არ ხდება. ეს ადეიშვილის კაბინეტში ხდებოდა აყვანები და დატერორება ხალხის. მე ქალბატონმა ინაშვილმა თავის დროზე, როდესაც არჩილ კბილაშვილი იყო მთავარი პროკურორი, მითხრა, რომ მთავარ პროკურორთან ვერ ვახერხებ შეხვედრას, მყავს ერთი გაუბედურებული მოქალაქე კაცი, რომელიც ყვება საოცარ ამბებს, ის თუ როგორ უნდოდა ნაციონალურ მოძრაობას ერთ-ერთი მეუფის მოკლა, როგორ უნდოდა ნაციონალურ მოძრაობას პატრიარქის დაზიანება, არ ვიტყვი უფრო მეც, და იქნებ მას მოусმინო. და თავადაც არისო ციხეში წამების მსხვერპლიო. მე ყველა მოქალაქეს ხვდები, ვინც ამგვარი ტიპის სერიოზული, ასე ვთქვათ, ზიანის მსხვერპლი შეიძლებოდა ყოფილიყო წარსულში, მაშინ მე ვიყავი იუსტიციის მინისტრი, პროკურორი ამავე დროს და მქონდა ვალდებულება, რომ მოქალაქეს შევხვედროდი და შევხვდი ამ მოქალაქეს ქალბატონი ინაშვილის თხოვნით. ეს ადამიანი საშუალო ბიუროში გატარდა, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე ტარდება საშუალო ბიუროში, როდესაც ჩემთან შეხვედრა ინიშნება. ბატონმა ჯოლოხავამ აღწერა ყინწვისში სხვადასხვა მოვლენები, თქვა, რომ მას დაავალეს სხვადასხვა დროს ებრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ
და ამის გამო ის ციხეში იყო, ასე ვთქვათ, საშინელ დღეში, რა კი არ შეასრულა ნაციონალური მოძრაობის დავალებები და ასე შემდეგ. რომელი მეუფის მოკვლა დაავალა ქალბატონო თეა? ალბათ ამას თავად ბატონი ჯოლოხავა იტყვის თუ ჩათვლის საჭიროდ. მე ამის შესახებ ინფორმაცია თავის დროზე არჩილ კბილაშვილს მივაწოდე. როგორც კი ქალბატონი ინაშვილი და ბატონი ჯოლოხავა ჩემგან წავიდნენ, მე დაუკავშირდი ბატონ არჩილს კბილაშვილს და ვუთხარი, რომ თუ კი ყველაფერი, რასაც ეს ადამიანი ყვება და რა ითხოვს მოწმის დაცვის მექანიზმს, იქნებ შეხვდე როგორც ქალბატონ ირმას, ასევე მოცემულ მოწმეს, თუ აღსაძრავია საქმე, აღძარით საქმე და რაც მთავარია ეს ადამიანი დაიცავით როგორც მოწმე მეთქი. როგორც შემდეგ მე გავიგე მისი მოწმის დაცვის პროგრამაში ჩართვა არ მოხდა, ის ხელში ჩაიგდო ნაციონალურმა მოძრაობამ და ალბათ ალაპარაკებს იმას, რაც მათ ინტერესშია. მე მოითხოვე, რომ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ჯოლოხავას ამ განცხადების გამო და გამოირკვეს იყო თუ არა ზეწოლა მასზე ჩემგან თუ სხვა პირისგან. მაგრამ მე მგონი რომ ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ ჩვენ იმაზე, რაც არის აბსურდი. თავარია ის, რომ ჯოლოხავასნაირი მართლაც დასაცავი, გაუბედურებული ადამიანები ძალიან ბევრია ჩვენს ქვეყანაში, ადამიანები, რომლებიც იჯდნენ სწორედ იმ ბაჩუახალაიას ციხეში, რომელიც ციხის ბუნტის ერთ-ერთი აქტორი და ფიგურა იყო და რომლებსაც შემდეგ, იმიტომ რომ ციხეში საშინელებების მსხვერპლად აქცევდნენ, გარეთ გამოსულებს თავის ჭკუაზე ატრიალებდა ნაციონალური მოძრაობა. მე ვიყავი და ვრჩები იმ მოქალაქეების გულშემატკივარი, რომელთა რიცხვშიც ბატონ ჯოლოხავასაც მოვიაზრებ. ქალბატონო თეა, ერთ-ერთი თემა იყო გირგვლიანის, ანუ 3 ეპიზოდად ჰქონდა წარდგენილი ბაჩუახალაიას და ერთ-ერთი ეპიზოდი იყო სწორედ გირგვლიანის საქმე. თავის დროზე სტრასბურგში თქვენს ხელში გაიარა ამ საქმემ. დღეს თუ შეგიძლია თქვენ მაყურებელს უთხრათ დაახლოებითი სურათი, აი ამ 3 ეპიზოდის მიხედვით, დავუშვათ იგივე გირგვლიანის თემიდან დაწყებული ნავთლუღის სპეცოპერაციით დამთავრებული. რასთან ჰქონდა საქმე? ანუ ბრალდება, რომელიც წარედგინა, დავუშვათ წარედგინათ ამ ადამიანებს. რა იყო, აი რაღაც ერთგვარი სურათი, რომელიც თქვენ დაუშვათ სტრასბურგში ყოფნისას დაინახეთ პირველად და დღევანდელი გადასახედიდან. შეიცვალა რამე ამ გამოძიებების კვალდაკვალ თუ იგივე აზრზე რჩებით, როგორც იყავით თავიდან? სურათი, ზოგადი სურათი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის შესახებ მე მექნებოდა სტრასბურგში მუშაობისას ქართულ საჩივრებზე, არის ის სურათი, რომელმაც მე დამაბრუნა საქართველოში, სურათი, რომელმაც მე მაიძულა, არ მომესვენა დღე და ღამე და მე ვფიქრა, რომ პატარა აგური მეც შემეძლო დამედო ნაციონალური მოძრაობის დამარცხებაში და დღეს მე ამაყილა, რომ ეს აგური დავდე ამ ბრძოლაში და რომ ამ ბრძოლაში მე პირადად როგორც ერთი კანდიდატი ქართული ოცნების, როგორც ერთი თანამებრძოლი ქართული ოცნების კოალიციის არ შევრცხვი და ეს ალბათ ამაყა შემიძლია ვთქვა. მე დღესაც რომ დავტოვო პოლიტიკური ბრძოლა, ვიქნები ამაყი იმ გამარჯვებით, რაც ნაძალადევში ნაძალადეველებთან ერთად შედეგის სახით დავდე, როდესაც გაცამტვერდა ის ფეოდალი, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას ყავდა ჩასმული მაჟორიტარის ამ განცხადებების გამო თქვენი ოპონენტები ზეწოლაში, რომ როდესაც იუსტიციის მინისტრი ამას ამბობს, რომ ჩემი მიზანია რომ გავანადგურო ესა თუ ის ოპოზიციური პარტია, აი ამის მიღმა ხედავენ თქვენი მხრიდან ზეწოლას კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით. მე ამ წუთში არ მისაუბრია ოპოზიციის განადგურებაზე, მე ვთქვი ის, რომ ის კანდიდატი, ბატონი სამადაშვილი, რომელიც იყო ჩემი მოწინააღმდეგე, მე ის როგორც ოპონენტი გავაცამტვერე, ჩახედეთ ცესკოს ვებგვერდს და ნახავთ ციფრებს. ეს იყო ფეოდალის ტიპის მაჟორიტარი, რომელიც პარლამენტში ბევრი წლის წინ შევიდა და იქიდან აღარ გამოდიოდა და იყო მარადმწვანე მაჟორიტარი, როგორც ამას ნაძალადეველები ეწყდნენ და წარმოუდგენელი იყო ვინმეს ის დაემარცხებინა, რომ არა ქართული ოცნება და ის დიდი ძალა, რომელიც გააერთიანა ბიძინა ივანიშვილმა. ვისაც სუსტი გული აქვს, ჩემს გამონათქვამებს ნუ მოусმენს, მაგრამ ჩემი პოლიტიკური მიზანი იყო ის, როდესაც საქართველოში დავბრუნდი, რომ მებრძოლა ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ. მე ეს ბრძოლა ღირსეულად ვატარე და დავაგვირგვინე გამარჯვებით ქართული ოცნების კოალიციის პირობებში. არ მესმის რატომ არ უნდა მე ამაყებოდეს ეს. ეს ის სურათია, რომელმაც მე დამაბრუნა, სურათი იმისა, რომ ჩემს წინ ექსპერტი საუბრობდა, მე ვერ ხედავდი ვინ იყო, მაგრამ ეთანხმები სრულად, რომ ეს იყო სისტემა. სისტემა, რომელსაც ჰქონდა სხვადასხვა ტრაგიკული გამოვლინებები, იქნებოდა ეს ნავთლუღის ოპერაცია, იქნებოდა ეს 2006 წლის მარტში ციხის ბუნტი, თუ გირგვლიანის საქმე,
გამცემლიძე, ვაზაგაშვილი თუ სხვა. ეს იყო სისტემის სხვადასხვა მახინჯი გამოვლინებები, რომელიც ფეხქვეშ თელავდა ადამიანის სიცოცხლეს და ფეხქვეშ თელავდა ადამიანის ღირსებას. ამიტომაც დაბრუნდი მე სხვა ადამიანებთან ერთად საქართველოში, რომლებიც სხვადასხვა დროს დაბრუნდნენ და ყველა ადამიანის ძალისხმევა ქვეყნის შიგნით თუ გარედან დაბრუნებულის გაერთიანდა და მივიღეთ ის სურათი, რაც მივიღეთ 1 ოქტომბრის გამარჯვების სახით. თუ შეიძლება ერთ კითხვას დაგისვავთ ბოლოსკენ, იგივე საქმე, რომელზეც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ, ნავთლუღის სპეცოპერაცია. ამ კარებში თავიდანვე ჩანს მაგალითად იგივე დათა ახალაია, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ საბერძნეთის სასამართლომ თქვენ იცით რა გადაწყვეტილებაც მიიღო. რატომ ვერ ხდება, რატომ ვერ უმტკიცებს ქართული მხარე, მაგალითად რატომ ვერ დაუმტკიცა იგივე საბერძნეთის სასამართლოს დათა ახალაიას დაპატიმრების და გადმოცემის აუცილებლობა. გნებავთ იგივე ფრანგულ სასამართლოს კეზერაშვილთან დაკავშირებით. რა ხდება, რატომ ხდება ქართული მხარისთვის პრობლემა ევროპულ სასამართლოებს დაუმტკიცონ თუ კი ეს ადამიანები არიან დამნაშავეები. საბოლოო ჯამში რამდენადაც ვიცი ქართული მხარის მოთხოვნას ამ ადამიანების თაობაზე ხელს იუსტიციის მინისტრი აწერს, ხო? არა. ექსტრადიციის მოთხოვნა ქვეყნის სხვა ქვეყნიდან საქართველოსკენ არის თვლიანად პროკურატურის საქმე. იუსტიციის მინისტრის ბრძანებით ამ ნაწილში ექსტრადიციის ამ ნაწილში ყველა უფლებამოსილება დელეგირებულია მთავარ პროკურორზე, მის მოადგილეზე და პროკურორებზე და ეს მათი საქმეა. კომენტარიც და ალბათ პასუხების გაცემაც მათ ეკუთვნით და მათ აქვთ დარწმუნებული ვარ პასუხები, რადგან მე არ ვარ ინფორმირებული. ეს უფლებამოსილება მთლიანად არის პროკურატურის ხელში დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. აქედან გამომდინარე მე არ მაქვს პასუხი იმ კითხვებზე, რაც თქვენ დასვით. მე უბრალოდ მიკვირს ის გადაწყვეტილებები, რაც საბერძნეთის და საფრანგეთის სასამართლოებმა მიიღეს და იმედი მაქვს, რომ დღეს თუ არა მომავალში მოხდება მათი ექსტრადიცია. თუმცა პროკურატურას აქვს დადებითი შედეგებიც ამ მხრივ, როდესაც ასევე უფლებამოსილების დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მათ შეძლეს და მოახდინეს არჩევნებიდან ძალიან მალე, თუნდაც მელნიკოვის ექსტრადიცია საქართველოში, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი მოწმე გირგვლიანის საქმეზე, რომ არ ვთქვათ გასაღები მოწმე მეთქი, ხოლო რაც შეეხება ვისარგებლებს შემთხვევით რა კი არასწორ ინფორმაციას ფლობთ, აგიხსნათ, რომ ექსტრადიციის სფეროში ერთადერთი ტიპის გადაწყვეტილებებს აწერს იუსტიციის მინისტრი ხელს, ეს გახლავთ ჩვენი ქვეყნიდან ქვეყნის გარეთ რომელიმე პირის ექსტრადიცია ან გადაცემა სხვა ქვეყნისთვის, რაც შეეხება საქართველოში ხალხის ჩამოყვანას ექსტრადიციის ფარგლებში, ეს არის პროკურატურის კომპეტენცია და მე დარწმუნებული ვარ, რომ მათ ექნებათ დათა ახალაიას საქმეზეც კვალიფიციური პასუხები, საკმარისია მათ თქვენ ეს კითხვა დაუსვათ. ძალიან დიდი მადლობა, რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. ეს იყო იუსტიციის მინისტრი თია წულუკიანი. რის საფუძველზე გამოუტანეს ეს განაჩენი, უკვე პროკურატურა არის ხაზზე. მე ცოტა ხანში მივესალმები ქალბატონ ნინოს და ასევე ბაჩო ახალაიას ადვოკატი მახაზ ველჯანაშვილი. მანამდე მინდა რომ დარბაზ დაუსვა გისმენთ რაღაც თქმა გინდათ, საუბრობ ბრძანეთ. აი რა დაუბრუნდები ისევ იმ კითხვას, რომელიც გქონდათ. მე არ ვეძიები დეტალებს, თქვით რომ ყავთ პროკურატურა, ადვოკატი, მათი კომპეტენცია, მათი ლაპარაკი. ეხლა უსმენდი ქალბატონ თეას და გამოაცხადა, რომ ვიღაცისთვის შეიძლება 10 წელი ასე იყოს, ამ კაცისთვის 7 და 6 თუ ეს სხვა არის. ეს ის სამართალი არ არის ყველასთვის ერთნაირი რომ უნდა იყოს 10, 7, 6-იც. პირდაპირ გამოაცხადა, რომ ვიღაცისთვის რაღაცა წელი ამდენი ასეთი სასჯელია, ან როგორ შეიძლება ადამიანის, რომელიც ამ წუთას მჟავრდებულია სამართლიანად თუ უსამართლოდ, მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ილაპარაკო. ყარად არის, მტკიცეთ არის თუ არა. მას პირდაპირ ევალება როგორც იუსტიციის მინისტრსაც, როგორც ამ მთავრობის წევრს, რომ ყველას მდგომარეობაზე იზრუნოს, ყველა მოქალაქის. არა თუ ის რომ მოაცხადოს ეს და მინდა დავარწმუნო და სულაც არ მინდა ქალბატონი თეა დავარწმუნო და დარწმუნებული ვარ რომ ყველა მიცის და ხედავ. ამ კაცს შინაგანი სიმტკიცის პრობლემა ნამდვილად არ აქვს. მე ამას ვამბობ როგორც მოქალაქეც, როგორც მისი მეგობარიც, რაზეც არ ვიცი შემიძლია აბსოლუტურად ვაგო პასუხი. დიდი მადლობა. ნინო აღრემაშვილი არის პირდაპირ ეთერში, პროკურორი, რომელმაც გააკეთა სწორედ ის განცხადება სასამართლოს განჩინების დღეს, განაჩენი როდესაც იქნა გამოტანილი, რომ ეს ადამიანები იყვნენ მკვლელები
მკვლელობები და ისინი ციხეში წავიდნენ და მე ვარ ამით კმაყოფილი. საღამომშვიდობის ქალბატონო ნინო, ძალიან დიდი მადლობა, რომ მიიღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მე პირველ რიგში მინდა გკითხოთ კონკრეტულად მაყურებელს რომ აუხსნათ, რაში გამოიხატებოდა ბაჩო ახალაიას დანაშაული, ანუ რის გამოც საბოლოო ჯამში მას მიესაჯა ის, რაც მიესაჯა. მოგესალმებით ქალბატონო იგა, მივესალმებით თქვენ სტუმრებს და მაყურებლებს. პირველ რიგში სასამართლოს გადაწყვეტილებასთან მიმართებით უნდა ითქვას, რომ ეს იყო იმ საქმის ხილვის ლოგიკური დასასრული, რომელიც მოტივირებული იყო მტკიცებულებებით, ობიექტური და დამაჯერებელი მტკიცებულებებით. მოსამართლემ ირწმუნა და ობიექტურად შეაფასა ის რეალობა, რასაც ჩვენ ვამტკიცებთ სასამართლო პროცესზე. რეალობა იყო ის, რომ 2006 წლის 12 იანვარს ნავთლუღის ავტოსადგურზე 3 უდანაშაულო ადამიანი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა მათი ხელმძღვანელის დავით ახალაიას უშუალო ორგანიზებით და მონაწილეობით ჩაცხრილეს ნავთლუღის ავტოსადგურის ტერიტორიაზე. რეალობა იყო ის, რომ ეს არ იყო სპეცოპერაცია და სასამართლომ ეს უკვე თავისი გადაწყვეტილებით დაადგინა და აქ საქმე გქონდა სპეცოპერაციასთან მისტიური შემსრულებლებით, ეს იყო კვლელობა, რომელსაც კონკრეტული შემსრულებლები ყავდა და ამ ადამიანების სახელები და გვარები დღეს უკვე სასამართლო გადაწყვეტილებაში ჩაიწერება. რეალობა იყო ის, რომ ბაჩანა ახალაიამ იმავე დღეს ნავთლუღის ავტოსადგურზე მომხდარი მკვლელობის გასასამართლებლად პატიმრები აწამა ციხეში მეგის ქარდავასთან ერთად და იმ ფონზე, როდესაც პატიმრების ნაწილი წამებით იხდიდა ციხეში სასჯელს, რეალობა იყო ასევე ის, რომ სანდრო გირგულიანის სისხლის სამართლის საქმეზე გასამართლებული პირები ბაჩანა ახალაიას მეოხებით ციხეში კომფორტული პირობებით სარგებლობდნენ. წლები, რომლებიც მათ სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში გაატარეს, ნამდვილად არ გავდა სასჯელის მოხდას. რაც შეეხება უშუალოდ ბაჩანა ახალაიას ბრალდებას და თქვენ შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ რა კავშირი ჰქონდა რეალურად ამ საქმეებს, ამ დანაშაულის ეპიზოდებს ერთმანეთთან, მე მინდა გიპასუხოთ, რომ ნავთლუღის ავტოსადგურზე მოხდა მკვლელობა დავით ახალაიას ორგანიზებით და მისი უშუალო მონაწილეობით, კუდის სხვა თანამშრომლების შესრულებით. ამის შემდეგ უკვე ბაჩანა ახალაიამ და მეგის ქარდავამ ჩაიდინეს რეალურად დანაშაული და პატიმრები აწამეს ციხეში და ეს მოხდა იმისთვის, რომ გაემართლებინათ ნავთლუღის ავტოსადგურზე მომხდარი მკვლელობა და რას გულისხმობ ამაში. მკვლელობა, რომელიც ნავთლუღის ავტოსადგურზე მოხდა, კუდის იმჟამინდელმა ხელმძღვანელობამ გამოაცხადა სპეცოპერაციად. სპეცოპერაციად, რომლითაც რეალურად აღიკვეთა მათი ინფორმაციით და მათი განცხადებით აღიკვეთა პატიმრების გაქცევა ციხიდან. ამის გამო საზოგადოებისათვის ანუ არ დატურდება რა თქმა უნდა მაშინ რატომ გადაწყვეტეს ამ ბიჭების წინააღმდეგ სპეცოპერაციის ჩატარება? დიახ, აუცილებლად გიპასუხებთ. ეს იყო სრულ ინფორმაცია და ბაჩანა ახალაიამ მეგის ქარდავასთან ერთად პატიმრები იმისთვის აწამა ციხეში, რომ მათგან მოითხოვდნენ ციხიდან გაქცევის არარსებული გეგმის თაობაზე ჩვენებების მიცემას და ამგვარად საზოგადოების წინაშე უკვე დამაჯერებლად წარმოადგენდნენ თემას. რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, რატომ ჩაიდინეს ეს დანაშაული, თუ ჩვენ მოცემულობად მივიღებთ იმას, რაც დღეს უკვე სასამართლო გადაწყვეტილებით დასტურდება, გულისხმობ ნავთლუღის ავტოსადგურზე 3 ახალგაზრდის უდანაშაულო ადამიანის მკვლელობას და თუ ჩვენ ასევე მხედველობაში მივიღებთ ბაჩანა ახალაიას სისტემატიურად სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებებს, იმასთან დაკავშირებით, რომ 2006 წელს გახშირებული იყო ციხეში პატიმრების გაქცევა, არ არის რთული ლოგიკური დასკვნის გამოტანა. ეს მოხდა, ეს იყო რეალურად დემონსტრაციული სისასტიკე საზოგადოებისათვის ციხის გარეთ და პატიმრებისათვის ციხის შიგნით. საჩვენებლად იმისა, რომ ასე მკაცრად დაისჯებოდა ყველა, ვინც გაბედავდა და იფიქრებდა ციხის ადმინისტრაციის საწინააღმდეგო ქცევაზე. ეს არის რეალურად ის მოცემულობა. დემონსტრაციისთვის გადაწყდა, ანუ აი ამ სპეცოპერაციის ჩატარება, რაღა მაინც და მაინც ამ ბიჭებს, აი ჩვენებებიდან რა ირკვევა ქალბატონო ნინო, საინტერესო ამ შემთხვევაში სწორედ პროკურორის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ეხლა ეთერში. რა არის ამ ჩვენებებში ნათქვა? რეალურად მოხდა ისე, რომ ციხეში ერთ-ერთ პატიმარს დავით ლეგვთაძეს ჰქონდა სურვილი გამოთქმული ციხიდან გაქცევის თაობაზე და მან ეს გაუმხილა ციხის ერთ-ერთ პატიმარს, გია გურგაძეს, რომელმაც ამის თაობაზე მიაღწოდა ინფორმაცია ციხის ადმინისტრაციას და შემდეგ უკვე გია გურგაძეს უშუალოდ ჰქონდა კავშირი ბაჩანა ახალაიასთან, რომელიც იმ დროს იყო სასჯელ აღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე. რეალურად გია გურგაძესთან ერთად სასჯელ აღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ინიციირებით დაიგეგმა პატიმრების ციხიდან გაქცევის პროვოქცია, რაც შემოიფარგლა იმით, რომ გია გურგაძემ დაურეკა მის ძმას, რომელიც ბედად წალკაში იმყოფებოდა ნათლობის რიტუალის ჩასატარებლად და სთხოვა, რომ თბილისში არის ეს ძმა იმ სამში, რომელიც მოხდა ნავთლუღის სპეცოპერაციისას დაიღუპა.
დიახ და სწორედ ამ ადამიანს რომელიც შემდეგ როგორც ახლა თქვენ ახსენეთ ნავთლუღის ეგრეთ წოდებული სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სთხოვა გია გორგაძემ რომ თბილისში ჩანთა გადაეცა დავით ლექთაძის ძმისთვის გია გორგაძის წარმოდგენით რეალურად ეს უნდა ყოფილიყო პატიმრების ციხიდან გაქცევის პროვოკაცია მაგრამ სინამდვილეში ეს ინფორმაცია ბაჩანა ახალაიამ და მისმა ძმამ დავით ახალაიამ გამოიყენეს არა დანაშაულის პრევენციისთვის არა ციხიდან გაქცევის მცდელობის ან მსგავსი ქმედებების აკვეთისთვის არამედ ეს ინფორმაცია გამოყენებული იქნა იმისთვის რომ საზოგადოების საჩვენებლად მოწყობილიყო დემონსტრაციული სისასტიკე ეს არის რეალობა რომელიც დღეს უკვე სასამართლოს გადაწყვეტილებით დასტურდება და ვინ გასცა ბრძანება ვინ გაისროლა ვიდრე მე ადვოკატ ჩავთავ პირდაპირ საინტერესოა იცით თუ არა დაუშვათ ვინ გაისროლა ვისი ტყვიით მოკვდა ეს სამი ახალგაზრდა ვინ გასცა და ვინ იყო ის მთავარი პირი ვინც ამ ბრძანებას გასცემდა თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ რა თქმა უნდა დღეს რადგან უკვე სასამართლო გადაწყვეტილება არსებობს რა თქმა უნდა ცნობილია უკვე დანაშაულის ჩამდენი პირების სახელები და გვარები რეალურად ის რაც ნავთლუღის ავტოსადგურზე მოხდა როგორც უკვე აღნიშნე იყო ინიცირებული დავით ახალაიას მიერ და ის იყო უშუალო მონაწილე ამ კვლელობის დავით ახალაია იყო ერთი დანაშაულის შემსრულებელი ერთი პირი ასევე მასთან ერთად დანაშაული ჩაიდინეს კუდის ყოფილმა თანამშრომლებმა ლევან ქარდავამ გიორგი დგებუაძემ იგივე მასტერამ გიორგი მაზმიშვილმა ამათ შორის ორი ადამიანი გიორგი მაზმიშვილი და ლევან ქარდავა უკვე სასამართლოს გადაწყვეტილებითაც ცნობილები არიან ამ დანაშაულის ჩადენისთვის მკვლელობისთვის რაც შეეხება დავით ახალაიას და გიორგი დგებუაძეს მათ აქვთ ბრალი წარდგენილი და იმის გამო რომ ხდებოდა მათი ექსტრადირების საკითხების გადაწყვეტა საზღვარგარეთ საბერძნეთის და ერთ შემთხვევაში ჰოლანდიის სახელმწიფოში მოხდა ამ პროცესის შეჩერება გამოძიების პროცესს გულისხმობ მაგრამ მას შემდეგ რაც საბოლოოდ იქნება მიღებული გადაწყვეტილება გიორგი დგებუაძესთან მიმართებით და დავით ახალაიას ექსტრადირებასთან მიმართებით როგორც ჩვენთვის ცნობილია პატრასის სასამართლოს გადაწყვეტილება საბერძნეთი თანხმობას და თქვენც მოისმინეთ ახლა იუსტიციის მინისტრმა თქვა რომ ეს პროკურატურის პრეროგატივაა დიახ ქალბატონო ინგა რეალობა ასეთია რომ დღესდღეობით არსებობს პატრასის სასამართლოს გადაწყვეტილება რომლითაც უარი ეთქვა ჩვენს ქვეყანას დავით ახალაიას ექსტრადირებაზე თუმცა ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდა საბერძნეთის მთავარი პროკურატურის მიერ იმ ქვეყნის უზენაეს სასამართლოში და ჩვენ ამ საკითხებზე მას შემდეგ მოვახდენთ საზოგადოების ინფორმირება სადაც გვექნება საბოლოო გადაწყვეტილება და ასევე თუ შეგიძლიათ იყავი ჩვენთან მე მინდა რომ პირდაპირ ეთერში ჩავთო ბაჩანა ახალაიას ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი და შემდეგ ისევ მექნება თქვენთან შეკითხვები საღამო მშვიდობის ბატონო მალხაზ ძალიან დიდი მადლობა რომ იღებთ მონაწილეობას გადაცემაში მასშე პირდაპირ დავიწყოთ მოდით თქვენი პასუხები მოსმენილზე პროკურატურა ამბობს რომ ბაჩანა ახალაია დათა ახალაია და ყველა ის ადამიანი ვისაც არედგინა დაუშვათ 11 წლიანი პატიმრობა ვისაც მიესაჯა და მათ შორის გიორგი დგებუაძეს რომლის ექსტრადირება ჯერ არ მომხდარა იყვნენ ამ ამბის მთავარი გმირები რა სიტყვით თქვენ ადვოკატე რა არის ის თქვენი მტკიცებულებები რითიც თქვენ ამტკიცებთ რომ ის უდანაშაულო არის ამ საქმეში გისმენთ მოგესალმებით ქალბატონო ინგა პირველ რიგში მივესალმები თქვენს მაყურებელს პირველ რიგში მინდა დავიწყო იმით რომ დაცვა არ არის ვალდებული ამტკიცოს ვინმეს უდანაშაულობა. თავად ბრალდება ვალდებული დაადასტუროს ყველა ის ბრალი და ყველა ის გარემოება რაც ბრალად აქვს შეაცხული. ბრალდებამ დაადასტურა წარმოადგენს. არა, დავიწყო ჯერ იმით რომ ორი მუხში საერთოდ გამართა თვითონ ამავე საქმეში რაზეც საუბარია. გასათვალისწინებელია ის რომ ეს განაჩენი არის პირველი ინსტანციის განაჩენი და მერწმუნეთ რომ აი აქვე შემიძლია გითხრათ ეს არის სრულიად უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენი. არანაირი მტკიცებულება არ არსებობს საქმეში დღეს რომ ქალბატონო ნინო ესე მხატვრულად საუბრობდა ყველაფერზე და მტკიცებულებებს ვერ უთითებდა ეს იმიტომ ხდება რომ რეალურად მტკიცებულება საქმეში არ არსებობს. ვერ ისაუბრებს ქალბატონო ნინო იმიტომ რომ არ არსებობს. ძალიან მარტივ მაგალითს გეტყვით ნათლუღის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით. როდგანან და ატყუებენ ოჯახის წევრებს თვითონ მათ გახსნეს დანაშაული ვიღაცა დაიჭირეს. არის სამი გარდაცვლილი. მარტივია, სამი გარდაცვლილი ყავს და 4 მკვლელი დავით ახალაია, გიორგი მაზმიშვილი, ლევან ქარდავა და გიორგი დგებუაძე. როგორ შეიძლება ყავდეს სამი გარდაცვლილი და 4 მკვლელი? დღემდე არ არის დადგენილი ქალბატონო ინგა, ვის ესროლა, ვისი ტყვია რომელს მოხვდა და საერთოდ რომელსმა ტყვიამ გამოიწვია ადამიანის გარდაცვალება. სხვა რო ყველაფერს თავი დავანებოთ. სამართლებრივი ნონსენსია საერთოდ, რომ აი ამ საქმეზე დამთავრებული მკვლელობითა და განაჩენი. ყველა მტკიცებულება დამაჯერებელიც რო იყოს და ყველა მტკიცებულებას დღესვე რო დაეთანხმოს დაცვის
პრესის მხარე, ხო? ფიზიკურად შედეგი ვერ დადგება მკვლელობით. ანუ თქვენ რას ამბობთ, ბატონო ახაზ, ამ ადამიანებს ხომ თავში ქონდათ ნასროლი სამივე? თავში ქონდათ ერთ ქალბატონო ინგა ნასროლი, რომელზეც არც დასტურდებოდა, რომ ის თავში იყო მიბჯენით ნასროლი. და ბრალდების მხარე ამბობდა, რომ ყველას მიბჯენით ესრულა და გაუუკეთეს საკონტროლო გასტროლები. რაც ყველაზე მთავარია, ქალბატონო ინგა უნდა დაადგინო, რომელმა ადამიანმა ესრულა თავში. იქ უამრავი ადამიანი ისროდა. იყო 4 ბრალდებული ყავს, რომელიც ისვრის, ამას დაუმატეთ ქალბატონო ინგა, შალვა თათუხაშვილი და კიდევ ერთი სპეცნაზელი, რომელიც მასთან ერთად ისროდა. ყავს 6 მსროლელი. 6 მსროლელიდან რომელმა მოკლა ეს ადამიანები? შალვა თათუხაშვილი იყო ერთ-ერთი მოწმე, ბატონო ახალ. ეს მოწმე იყო სწორედ პროკურატურის განცხადებით, ქალბატონო ინგა, თორე მისი ჩვენება როცა იკითხოთ. მისი ჩვენება როცა იკითხოთ ქალბატონო ინგა, ის ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობდა. ის უშუალოდ გასროლებს ახდენდა მიზანმიმართულ გასროლებს ახდენდა ამ სამი პიროვნების მიმართულებით. ის ასევე ამბობს, რომ მის გვერდით იყო სპეციალისტი თანამშრომელი, რომელიც ასევე უშუალოდ ესწროდა ამ სამ ადამიანს. ვერ დაადგინა ბრალდების მხარემ, ვისი ტყვია მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ავტომატები დღესაც არის კუდის იმაში სამსახურში, ასევე არის შალვა თათუხაშვილის ავტომატი, ჩაატარა ექსპერტიზა ელემენტარულად. იქ ექსპერტმა განაცხადა, რომ მომიტანეთ ავტომატი და ხვალვე დაგიდგენთ, ვისი ტყვია აქვს მოხოდილი. ანუ თქვენ რას ამბობთ? მე რას ვამბობ, ქალბატონო ინგა, რომ საერთოდ თავგზა არეული კიდევ საქმე მოიტანა სასამართლოში ბრალდების მხარემ. მოიგანა რამის და ეხლა რასაც ქალბატონო ნინოსაუს ამით კისებულება რამე კი არ აქვს. ყავს ორი ადამიანი. ჯონი ჯოხარიძე და ტრისტან წითელაშვილი. და ესა და ამ ადამიანების მოწმეების ჩვენებაზე უნდა მკვლელობის დაყენება და ამაზე არც დასკვნა გააჩნიათ მათ, არც რაიმე ობიექტური გადაწყვეტი, არც რაიმე ექსპერტის რაიმე ჩვენება და არც რაიმე. ყველაფერი რაც არის დანარჩენი ადასტურებს და ეს დანაშაული არ ჩადეინა. აი ერთი წამით და ძალიან მარტივად დაგიმტკიცებთ. ქალბატონი ნინო ეხლა ამბობდა, რომ თითქოს არ უნდა მომხდარიყო არაფერი, ყველაფერი იყო ინსცენირებული. მაშინ როცა თვითონვე ახსენა, რომ ლეკვთაძე გეგმავდა გაქცევას. იმავე ინფორმაცია რომელიც გორგაძემ სასამართლოში დაადასტურა, ლეკვთაძეს უნდა გაქცეულიყო თავის ძმის მეშვეობით. მე ძალიან წუხარ იმ ოჯახის და ის რომელსაც ატყუებს გევანდელი ბრალდების მხარე პროკურატურა, რომ თითქოს მათ დანაშაული გახსნეს. რეალობა რაც არის, რომ გია გორგაძეს მეშვეობით ლეკვთაძის ძმისთვის უნდა გადაეცათ ავტომატები. კი, ამ ბიჭებმა შესაძლებელი მათ არ ცოდნო და ცროლა, მაგრამ ის ინფორმაციის მიხედვით მათ კი არ უნდა მოეხდინათ თავდასხმა, არამედ მათ იარაღი უნდა მიეწოდებინათ ლეკვთაძის ძმისთვის, რომელიც უნდა გაქცეულიყო სხვა ციხის პატიმრებთან ერთად. და ამას არც იარაღის სროლის ცოდნა უნდა და არც რაიმე სხვა განმეორება. ეს სწორედ ეს ნათლუღის ადგილი შეირჩა იმისთვის, რომ მომხდარიყო ამ იარაღების გადაცემა. ეხლა ქალბატონო ინგა ბაჩანა ახალაიას რაც ეხება. უკაცრავად, თუ შეიძლება მე ქალბატონ ნინოს უნდა დავუსვა კითხვა, შემდეგ ძალიან მოკლედ მოგცემ თქვენს და უნდა წავიდეთ ჩვენ. ბაჩანა ახალაიას საქმე საერთოდ არ მისაუბრია, იმიტომ რომ ქალბატონ ნინო მისაუბრა ძალიან მოკლედ მინდა მოგახსენოთ რა. ადამიანი გაასამართლა სასამართლომ, რომელიც აი მერწმუნეთ არის უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენი, იმიტომ სასამართლა მხოლოდ და მხოლოდ ციხის პატიმრების ჩვენებაზე. იმ ადამიანებს, რომლებიც არის დაზარალებული. ეს ტყუილები, რომლებიც მათი საუბრეს, თვითონ სასამართლოზე დაადასტურა დაცვის მხარემ. ლეიზო ბეჭვაია, რომელმაც განაცხადა, რომ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია, მაშინ, როდესაც ის იკითხებოდა სასამართლოს სინამდვილეში, ყველასთვის კარგად ნაცნობი ადვოკატი ლილე გილაშვილისთვის ტელეფონი ქონა მოპარული და იმ დროს უკვე ბრალდებული იყო. ეს მან დამალა. ადამიანი, რომელიც სასამართლოზე იტყუება, როგორ შეიძლება ამას მოსამართლემ დაუჯეროს. დიდი მადლობა. ლეკვთაძე ერთი აი ყველაზე მთავარი ლეკვთაძე არის დაზარალებული, რომელსაც მიადგა თითქოს ძალიან მძიმე ტრავმა და ფიზიკური და ფსიქიკური და შეელახა მთელი მდგომარეობა. საქმეში არის ვიდეო, სადაც მეორე დღეს იკითხება გამომძიებლის მიერ იძლევა აღიარებით ჩვენებას. ნაკაწრი არა აქვს ინგა, არანაირი ნაკაწრი არა აქვს, როგორ არის ადამიანი ნაწამებელი. ესეც არის აი ყველაზე უკანონო გადაწყვეტილება, იმიტომ რომ წამებისთვის მნიშვნელოვანი არის ყველაზე მძიმე შედეგი დადგეს და ყველა ადამიანი არის ჩვეულებრივ დაზიანებების გარეშე და სულ თავიდან ყველაფერს ეს ფაქტი დადასტურებდა, რომ მიჩნიო, წამება არის არ გამორიცხული. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ეს იყო მალხაზ ველიჯანაშვილი. ქალბატონ ნინო, გისმენთ თქვენ ისევ პირდაპირ ეთერში ხართ. ქალბატონ ნინო, თუ გესმით ჩვენი ტექნიკური ხარვეზი ალბათ აღვადგენთ 2 წუთში. ბატონო მალხაზ აპირებთ ანუ რომ გაასაჩივროთ, ხო ეს სასამართლოს ეს გადაწყვეტილება? ქალბატონო ინგა, რა თქმა უნდა, ამას ვაპირებთ პირველ რიგში ძალიან ველოდები რომ ჩავიბარო ის და თითქოს დასაბუთებული გადაწყვეტილება, იმიტომ რომ იმაშინია ვერანაირად ვერ დაასაბუთებს მოსამართლე აი ამ გადაწყვეტილებას გავასაჩირებთ და იმედი ქონდეს ყველა იმ ადამიანს, ვისაც გონია რომ დღეს ამით გახარებულია რომ ბაჩანა ახალაიას მიუსაჯეს, ეს განაჩენი გასაჩივრდება. როგორც სააპელაციო სასამართლოში, ისე უზენაეს სასამართლოში
საუბრობაში და დარწმუნებული იყვნენ, რომ საერთაშორისო სასამართლოში ამ განაჩენს მივიტან და ყველა იმ დარღვევაზე ის ადამიანები აგებენ პასუხს, ვინც აი აქ ჩაიდინეს, ვინც ზეწოლა მოახდინეს ყველა იმ მოწმეზე, რომელმაც ეს სასამართლოს განაცხადა. რაზეც დღემდე იწყებს არც ერთი პროკურორი გამოძიებას და დღემდე ყველა იმ მოწმის ზეწოლა, რომელიც დადასტურდა სასამართლოზე, მათ განაცხადეს, აი აქ აი ამ დღემდე გამოძიებაც კი არ არის დაწყებული. მაშინ როდესაც ამაზე უკვე პასუხი უნდა ეგო ამ ადამიანს. რამდენადაც ვიცი, ქალბატონი ნინო უკვე ხაზია, ეს იყო მალხაზ ველიჯანაშვილი, დიდი მადლობა რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. ქალბატონი ნინო, გისმენთ, მოისმინეთ თქვენ ახლა დაცვის მხარის არგუმენტები, რას უპასუხებდით ამას? დიახ, ქალბატონო ინგა, რეალურად ეს არგუმენტები, რომელიც მე ხა დღეს თქვენს ეთერში მოვისმინე, ჩემთვის ეს ყველაფერი უკვე ცნობილია, იმიტომ რომ ამაზე აპელირებდა დამცველი სასამართლოში, მაგრამ მისი ეს ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, არგუმენტები სასამართლო მხედველობაში არ მიიღო და არ მიიღო ერთი მარტივი მიზეზის გამო. ის, რასაც დღეს აცხადებს ადვოკატი ეთერში და ისაც ის ამბობდა სასამართლოში, არ იყო განპირობებული მტკიცებულებები და რაც შეეხება ჩვენს მტკიცებულებებს. ეხლა დღეს ადვოკატი გამოთქმით იტყუება ეთერში, ამბობს, რომ თურმე ჩვენ პროკურატურა სასამართლოში არ მიგვიტანია მტკიცებულებები. მაშინ რა შეიძლება უწოდოთ 57 მოწმის ჩვენებას. და უშუალოდ ნავთლუღის სპეცოპერაციასთან მიმართებით მინდა ვთქვა. სასამართლო პროცესზე ჩვენ მივიყვანეთ ადამიანი, კუდის თანამშრომელი, ალექსანდრე სუმბაძე, რომელმაც ნავთლუღის ავტოსადგურზე გიორგი გებუაძის იგივე მასტერას დავალებით 3 უიარაღო ადამიანი შოთა გორგაძე, მარად ართმელაძე და რომან სურმანიძე ჩამოსვა. ამის შემდეგ უკვე განვითარებულ მოვლენებს ნავთლუღის ავტოსადგურის ტერიტორიაზე 1 და 2 ადამიანი არ აკვირდებოდა, როგორც ეს თქვენს ეთერში განაცხადა ადვოკატმა. ამ მოვლენებს უყურებდა არა მხოლოდ ტრისტან წითელაშვილი, ავტოსადგურის დაცვის თანამშრომელი, არა მხოლოდ ჯონი ჯოხარიძე, იმ ტერიტორიის უბნის ინსპექტორი, არამედ ამ მოვლენებს თვალყურს ადევნებდა ავტოსადგურის გარაჯი, რომელიც აბსოლუტურად ობიექტური, ნეიტრალური ადამიანია სხვა მოწმეების მსგავსად ამ საქმეში. ამ მოვლენებს თვალყურს ადევნებდა ბენზინგასამართის სადგურის ოპერატორი, რომელიც დღეს არის მკვდარი, მაგრამ მისმა მეუღლემ სასამართლოში ჩვენება მისცა. ამ ადამიანმა განაცხადა, რომ მეუღლემ მოუყვა საკუთარი თვალით როგორ ნახა ნავთლუღის ავტოსადგურში 3 ახალგაზრდა კუთხეში რომ მიიმწყვლია და ჩაცხრილებს. ახალგაზრდები გარდაცვალებამდე ყვიროდნენ და სიტყოვდნენ. გარდა ამისა, ექსპერტიზის დასკვნებთან მიმართებით მინდა აღვნიშნო ესეთი რამ, დღეს ადვოკატმა გვითხრა ტყუილი, არ მხოლოდ მოწმეებთან მიმართებით იტყუებიან ადვოკატები და ჩემთვის მართლა გაკვირვებას იწვევს, იმიტომ რომ იურისტია ადვოკატი პირველ რიგში, გასაგებია რომ დღეს ახლა სატელევიზიო შოუში იღებს მონაწილეობას, მაგრამ იურისტისთვის მაინც მთავარი და მნიშვნელოვანი დასაყრდენი უნდა იყოს მტკიცებულება. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ნათქვამია ერთი რამ, რომ არა ერთ გარდაცვლის, როგორც ახლა ამას თქვენს ეთერში ამბობდა ადვოკატი, არამედ 3-ვე გარდაცვლის თავის არეში ჰქონდა ტყვისგან მიყენებული ჭრილობა და ტყვის არხი მიემართებოდა ჰქონდა ტყვისგან მიყენებული ჭრილობა. თავის არეში, დიახ, ნამდვილად ორ მათგანს შოთა გორგაძეს და რომან სურმანიძეს თავში, ხოლო მარად ართმელაძეს ყელში ჰქონდა მიბჯენი ცროლის შედეგად და იყო თუ არა ეს არ დადგინდა ექსპერტიზით, იმიტომ რომ კითხვა არ დაუსვეს თავის დროზე ამასთან დაკავშირებით ექსპერტს, მაგრამ აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი. ყველა ჭრილობის არხი ზევიდან ქვევით მიემართებოდა. თქვენ წარმოგიდგენთ ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურად ამ ადამიანებს დაცემის შემდეგ ესწროლეს და ჩვენ სასამართლო პროცესზე საჩვენებელი მასალა მივიტანეთ, მოსამართლეს წარუდგინეთ ექსპერტიზის დასკვნა, რომლის დასასრულსაც იყო ძალიან კარგად ნაჩვენები ეს მიმართულებები ტყვის არხის. გამორიცხული იყო უბრალოდ ამ ადამიანის ფეხზე დგომისას მიიღოთ ასეთი სახის დაზიანებები და კიდევ ერთი, როდესაც დაცვის მხარე აპელირებდა აცხადებს იმას და 8 წლის წინაც ამ ინფორმაციას ავრცელებდნენ, რომ ეს იყო სპეცოპერაცია ჩატარებული, იმ პირობებში, როდესაც ეს ახალგაზრდები შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევდნენ კუდის თანამშრომლებს, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებაა დადგენილი მნიშვნელოვანი ექსპერტიზის დასკვნით. შოთა გორგაძეს ტანსაცმელზე მიბჯენით სროლის შედეგად ჰქონდა დატოვებული ნატყვიარი. თქვენ წარმოგიდგენიათ, შოთა გორგაძე იდგა ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ისროდა ავტომატიდან და მას კუდის თანამშრომელი მიუახლოვდა ავტომატისნულად მიაბჯინა სხეულზე და ისე ესროლა საპასუხოდ. ასეთი აბსურდით და ასეთი სიცრუის მტკიცებით მოვიდა სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე, მაგრამ მართალი თქვა ბატონმა ადვოკატმა, ჩვენი ვალი იყო გვემტკიცებინა ამ ადამიანებს დანაშაული და ჩვენ ეს სასამართლო პროცესზე დავადასტურეთ. სასამართლო პროცესი არ ყოფილა დახურული, ეს იყო აბსოლუტურად ღია და გასაჯაროებული ყველასთვის, ვისაც ჰქონდა ინტერესი ენახა რა ხდებოდა იქ. ძალიან დიდი მადლობა. ეს იყო ქალბატონი ნინო აღლემაშვილი და მალხაზ ველიჯანაშვილი, პროკურორი და ადვოკატი და კიდევ ერთი პირდაპირი ჩართვა და შემდეგ მე გადმოვდივარ აუდიტორიასთან. ელენე თევდორაძე, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მაშინდელი თავმჯდომარე. საღამო მშვიდობის ქალბატონო ელენე, თემა რომელზე ჩვენ ვსაუბრობთ არის ძალიან მძიმე, შესაბამისად სწორედ ამიტომაც დავგეგმეთ დღევანდელი ეთერი, ისე რომ დარბაზში ყოველგვარი ქაოსის და ხმაურის გარეშე წარმართული იყო დღეს ამ თემის განხილვა. მე მაინტერესებს რა ინფორმაციას ფლობ თქვენ მაშინდელ მოვლენებზე 2006 წელი, გისმენთ? ჯერთი მინდა ყველას მოგესალმოთ.
მე მომენატრეთ, ასე თქვენ მომენატრეთ. იცით რა? აი ამ ნავთლუგის ამბავი მე გავიგე არა პრესიდან. ჩემთან მოვიდა ორი ქალბატონი და მითხრეს, რომ ისინი თვითმხილველები იყვნენ იმისა, რომ მეტროსთან დაჩოქილი ბიჭები ეხვეწებოდნენ კუდის თანამშრომლებს, დაგვაპატივრეთ, ნუ მოკლათ და ხალხის თვალწინ ისინი იყვნენ დახვედრილები. მე ეს ამბავი რო გავიგე, მე შევხვდი ივანო მირაბიშვილს, რა თქმა უნდა, რადგანაც ეს მისი სამსახური იყო და აუხსენი, მეუთხარი მეთქი, რა ხდება მეთქი, აღშფოთებული ქალბატონები იყვნენ და მეც აღშფოთდი პრინციპში. და ვანო მირაბიშვილის პასუხი იყო, მე არაერთხელ მithქვია, ასეთ ადამიანებს კიდე 200-მდე ჩავაწვენ მიწაში, ზე თქვენ მოგაყოლებთ. თქვენ სიტყვებზე პასუხს აგებთ ქალბატონებო, ეს ძალიან მძიმე ბრალდება. რა თქმა უნდა, ახლა მე უნდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა, ჩემს მიმართ ალბათ უკვე იყო ხუმრობა, მაგრამ ეს იყო პასუხი. სამწუხაროდ უნდა გითხრათ, რომ დაზარალებულების არც ერთი წარმომადგენელი ჩემთან არ იყო. გარდა ამისა, მე მინდა გითხრათ, რომ ამის შემდეგ იყო 2 თუ 3 ასეთი შემთხვევა, როცა მოვიდნენ ჩემთან მშობლები, ერთი დედა იყო. მოკლული ბიჭები? არა, მე სხვა ამბავს გეუბნებით, რომლებიც მითხრეს, რომ მე ეს განცხადება ალბათ გავაკეთე აი ამ მკვლელობასთან დაკავშირებით, მე უკვე აღარ მახსოვს, მაგრამ მე კიდე მოვიდნენ ჩემთან იყო 2 თუ 3 ქალბატონი, რომლებმაც მითხრეს, რომ აი ასე ჩაცხლეს მათი შვილები ვიღაცა სადარბაზოსთან, ვიღაცა კიდე სადღაც და როცა მე მათ შევთავაზე, რომ მოდით მე ამაზე მხარში ამოგიდგებით და დაიწყოთ ამისი გამოძიება, მითხრეს, რომ არა ქალბატონო ელენე, გვეშინია, ჩვენ კიდე ყავს შვილები და გვეშინია, რომ მე ესე იგი არ მოხდეს მათზე ზეწოლა ან რაღაცა კიდე უბედურება არ მოხდეს. შესაძლებელია ახლა ისინიც უკვე მიმართეს პროკურატურაში, მე ნამდვილად არ ვიცი. ქალბატონო ელენე, ანუ თქვენი ინფორმაციით, ვინაიდან ამბობთ, რომ თქვენ შეხვდით ვანო მერაბიშვილს ესაუბრეთ ამ თემაზე, ალბათ იცით ამ საქმის გარშემო ყველაფერი. ვინ იყვნენ ის მთავარი პირები, ხა არ ვიცი? არა, მე ვინც ბრძანება გასცა, ვინც გაისროლა, ხო არ გაქვთ აი მე? არა, მე არანაირი ინფორმაცია ამისი არ მაქვს. გარდა ამისა, იმ ქალბატონებს ალბათ არც იცოდნენ, ვინ იყვნენ ეს თანამშრომლები, არც გვარები, არც არაფერი. უბრალოდ ფაქტი, მე ვანოსგან რომ მივიღე ასეთი პასუხი, მე მართალი რო გითხრა, სურვილი აღარ მქონდა ამ თემაზე ლაპარაკის გაგრძელება. აი ეს არის, რაც მინდა გითხრათ. რაც ეხება ბაჩო ახალაიას და იქ ციხეში განვითარებულ მოვლენებს, მე ნამდვილად საქმის კურსში, აი ახლა გავიგე, რაც მოხდა, მაგრამ თუ ლაპარაკია რა ხდებოდა ციხეში იმ პერიოდში, რა თქმა უნდა, იყო უმძიმესი სიტუაცია. უმძიმესი სიტუაცია განსაკუთრებით, როცა ბაჩო ახალაია შეუდგა მუშაობას. რას გულისხმობთ უმძიმეს სიტუაციაში? მე ვამბობ ის, რაც მე გამოიხატა ციხის ბუნში. იმიტომ რომ იყო პატიმრებზე ზეწოლა, იყო მათი წამება, იყო მათი ცემა, იყო მათი დაშინება და უნდა გითხრათ, რომ სამწუხაროდ ჩემთან როცა შევდიოდი ციხეებში, პატიმრები ძალიან გულახდილები იყვნენ ყოველთვის. და გარდა ისა ყოველთვის მე მათ ვეკითხებოდი, აი თქვენ რაც მომიყევით, მაქვს თუ არა უფლება ეს გავაჟღერო, ან ბრიფინგი ჩავატარო და მე ყოველთვის როცა მაძლებდნენ ამ უფლებას, მე ამას ვახმაურებდი. თუ არა, მაშინ მოქმედებდი, ასე ვთქვათ, პროკურატურასთან, ჩემი განცხადებებით და ასე შემდეგ. მაგრამ არასდროს არ ყოფილა, რომ პატიმარს შევხვდი, ავიღოთ, მან მომიყვა ის
წამება რაც მან გაიარა. შემდეგ ესე იგი მე ამას მეუბნება ვახმოვანებ და 2 დღის შემდეგ ის გამოდის ტელევიზიით და აცხადებს რომ მე ვამბობ ტყუილებს. ასეთი ფაქტები ხშირი იყო. გარდა ამისა, იცით, ჩემთვის მხოლოდ წემა, მხოლოდ ასე ვთქვათ, წამება არ ნიშნავს პატიმრის უფლებების შელახვა. მე ძალიან ბევრი ფაქტები ვიცოდი იმ პერიოდში, ადამიანი ხდებოდა ავიღოთ ავად, ცუდად და ის მიმართავდა ავიღოთ ექიმის დახმარებას თხოვდა, არღებულობდა ამ დახმარებას, მე მაყენებდნენ საქმის კურსში, მე ვრეკავდი სამედიცინო ნაწილში და პასუხი იყო ასეთი. ჯერ შევეკითხები პროკურატურას. აი ეს იყო საოცრება, როცა და შემდეგ იყო 2 ასეთი შემთხვევა, სანამ შეეკითხეს პროკურატურას, 2 პატიმარი გარდაიცვალა. ქალბატონო ელენე, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო თქვენი განცხადება ნავთლუღის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით. მადლობა, რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. ის იყო ელენე თევდორაძე და მე მინდა გადმოვიდეთ თქვენთან ინტერაქტივი, რომელიც არის დასმული ახლა ეს განაჩენთან დაკავშირებით სამართლიანობის აღდგენას ხმას აძლევს 18145 მაყურებელი და 1933 ამბობს, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა რა სიტყვით. გისმენთ ბატონო გოჩა, დავიწყეთ თქვენგან და აქეთ გადმოვალ, გისმენთ. და რეკლამის დროა მალე ეთერში. მინდა ვთქვა ერთი რამ, რომ ციხე ძალიან სპეციფიური დაწესებულება არის და ნათქვამია, რომ ციხეში თითო აგური თითოეული ჩვენთაგანისთვის დევს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ძალიან გრძნობიანი არიან ადამიანები ამ დაწესებულებასთან დაკავშირებით. ახლა რაც შეეხება მე შევეცდები ვიყო ობიექტური, მახსოვს, როდესაც ლევანი იგივე ციხეში იყო და რამდენი ნიუსი ჰქონდა ვთქვათ მასთან დაკავშირებით და შემდეგ. ჩემთვის ამ შემთხვევაში არის უმთავრესი რა ამ წუთას ისევე როგორც მაშინ ჩემთვის პროცესები უნდა განვითარდეს ისე რომ ჩემი ქვეყნის რეპუტაცია არ შეილახოს. როდესაც პროკურატურამ გადალახა ის ზღვარი და ვერ გაიარა იმ ზღვარზე და ახლა ამ წუთასაც ამ განცხადებებში მე ვნახე პოლიტიკური შემადგენელი პროკურატურის განცხადებები. იმიტომ პროკურორი ამ შემთხვევაში ჩემი სახელითაც საუბრობს, თქვენი სახელითაც საუბრობს, ის არის სახელმწიფო ბრალდება და პროკურატურამ არ უნდა გადალახოს ის ზღვარი და არ უნდა გადმოვიდეს იმ წითელ ხაზებზე, სადაც არ შეიძლება გავიაროთ, რომელმაც ზუსტად ის კიდევ ერთხელ გამეორებ ევროსაბჭოს რეზოლუცია გამოიწვია, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება გამოიწვია და ყველაზე მთავარი, როდესაც პოლიტიკოსები აკეთებდნენ ამ საქმეებთან დაკავშირებით განცხადებებს, მათ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს და ძალიან დიდი ზიანი მიაყენეს თვითონ ამ საქმეებს. დიდი მადლობა, ჯაბა გისმენთ. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ინგა შეკითხვისთვის კი არა და აზრის გამოხატვის საშუალებისთვის ინტერაქტივის შეკითხვაზე ძალიან კარგად აისახა ის შედეგი თუ რას მიხდით ჩვენი საზოგადოება და სწორედ ეს იყო საზოგადოების დაკვეთა და ამიტომ აისახა 1 ოქტომბერს ეს შედეგი სწორედ ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცოდით და გრძნობდით მთელი სამოქალაქო საზოგადოება თუ რა ხელისუფლება ყავდა საქართველოს წლების განმავლობაში რაც შეეხება აქ მე მოვისმინე ძალიან ბევრი განსხვავებული პროცესია და ეს ძალიან პოზიცია და ეს ძალიან კარგია ვინაიდან არის დემოკრატიული პროცესი მაგრამ რაც შეეხება ბაჭო ხალაიასთან მიმართებაში ბატონი ადვოკატის პოზიციას რომელიც ჩაერთო სახელით ამავე ადვოკატის სამწუხაროდ ხო ბატონი მალხაზის პოზიციასთან დაკავშირებით თქვენ როგორც მოგეხსენებათ ბაჭო ხალაიას გუნდის წევრები არიან სწორედ მთავარი მოწმეები ამ საქმეში და მე არ მესმის როდესაც ყველას უგულვაყოფდა მეგობრობაზე უარს ამბობ იქ ყველაფერი დამთავრებულია ესე იგი უღალატეს ყველა ბაჭო ხალაიას ერთი მეგობარი არ დარჩა გვენჩი სიმართლეს იყოდა და ვისაც ხელისუფლება თითქოს და ვერ გატეხავდა როგორც ეს ადამიანები ძახიან მე მინდა ჩამოგითვალოთ აუჭალეს ციხის უფროსი სადაც იყო მოთავსებული კირგულიანის სკოლებიდან დაწყებული მისი მოადგილით დამთავრებული ასევე ვალდებულები ვინც სასჯელი მოიხადა კირგულიანის საქმეზე ძველი თუ ახალი ყველა აბსოლუტურად ასევე ის თანამშრომლები რომლებიც კუდის თანამშრომლები რომლებიც ალანია ბიბლიურიძის პარტნიორები იყვნენ ეს ადამიანები აბსოლუტურად ყველა ხელს ადებს ბაჭო ახალაიას ამ პატიმრების მფარველობაში და კომფორტის შექმნაში და ასევე სასჯელის ზომის განსაზღვაში წინასწარ. ალანიას გარდა რა თქმა უნდა ვინაიდან ალანია სამწუხაროდ დაიკითხა ის დღემდე ძებნილია და არ არის გასამართლებული, მაგრამ მე იმედი მაქვს რომ პროკურატურა შეძლებს და აუცილებლად მოახდენს მისი ადგილსამყოფელის დადგენას და შემდეგ უკვე დაკავებას და ჩამოყვანას. რაც შეეხება თუ შეიძლება კიდე მინდა ის მიზურებებს შევეხო რაც საზოგადოებამ არ მისცა და მინდა თვალნათელი გავხადო დღეს რამდენიმე მონაკვეთი ალბათ ეს იცის მას შეხსენება კიდე ჭირდება საზოგადოებას. თქვენ როგორც გახსოვთ კირგულიანთან დაკავშირებით გამოიკვეთა ერთი ახალი გარემოება ეს არის მეტრეველის გარემოება რომელიც იყო მეხუთე ადამიანი რომელიც მძღოლად იჯდა გატაცების მომენტში და ასევე იყო
იყო მეორე ჯგუფის წარმომადგენელი, რომელიც ელოდებოდა მტკვრის სანაპიროს მხარეს შარდენზე. ანუ აბსოლუტურად ამ ტერიტორიის იზოლირება მოხდა, როგორც 26 მაისს მოხდა იზოლირება, ეს მაშინდელი ხელისუფლების ტაქტიკა იყო, რომ არ გაქცეულიყო გირგვლიანი და ბუხაიძე და ასევე სამი თვით ადრე მოხდა იგივე ფაქტი აბულაშვილი დარდუბაშვილის თან მიმართებაში ანალოგიურად აწამეს სწორედ ამ აღნიშნულმა ადამიანებმა ორი ადამიანი იგივე ადგილას და იგივე დროს ღამის საათებში ოქროყანაში და კიდევ ერთი მინდა რა გავაკეთო განცხადება ვანო მერაბიშვილს და გირგვლიანი ფაქტს მინდა შევეხო გირგვლიანთან მიმართებაში თქვენ კითხეთ და რატომღაც ამომწურალი პასუხი ვერ გაგზავნეთ პროკურატურამ მე ყოველდღე თითქმის კითხულობ პროკურატურის რელიზებს და შეიძლება საზოგადოებას მივასწრე ამ ინფორმაციას იმიტომ ეს არის მნიშვნელოვანი აქ ანუ რა იყო ძველ ძიებას და ახალ ძიებას შორის ანუ 9 ადამიანი არის ზემეთად 9 ადამიანი ბრალდებული დღეს გირგვლიანის სახეში ხეთ საქმეში ჩამოთვალს ნამდვილად არ დავიწყებ და 26 მაისთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით მინდა გავაკეთო ესეთი მინიშნება რომ ყველაზე ჯალათი შსს-ში შალვა ჯანაშვილი ვინც იყო მერაბიშვილის შემდეგ ნომერ მეორე ჯალათი მაშინდელ ხელისუფლებაში შალვა ჯანაშვილმა დაადო ვანო მერაბიშვილს ხელი და მის მიერ დაქვემდებარულმა სპეცრაზმის ერთ-ერთმა უფროსმა რომ ვანო მერაბიშვილმა გასცა ბრძანება აბსოლუტურად ყველა პერიმეტრი ყოფილი დაბლოკილი და რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაკავებული და ნაწამები ყოფილიყო ამის შემდეგ მე ვფიქრობ იმაზე ლაპარაკი რომ ეს არის პოლიტიკური რეპრესიები და პოლიტიკური დაკვეთა თუ იმპერიალიზმი ამაზე ლაპარაკი ზედმეტია საზოგადოებამ თვითონ განსაჯოს თუ როინდა როგორ რას აკეთებს ძალიან დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა უნდა დავასრულოთ ჩვენ რა სიტყვით აი ამ ინტერაქტივზე და მე რეკლამა უნდა გამოვაცხადო ეთერში რომელიც დევს 19000-ზე მეტი ზარი ამბობს რომ ესაა სამართლიანობის აღდგენა და გავიმეორო რომ დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ცალსახად თქვა რომ მისი პოლიტიკური მიზანია ნაციონალური მოძრაობის გაცამტვრება და განადგურება სწორედ ეს მოწმობს იმას რომ დღეს გვაქვს დაკვეთილ დაპატიმრებებთან საქმე სწორედ ეს ამას ამბობს ცალსახად ევროსაბჭოს რეზოლუცია სწორედ ამას ამბობს დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება და ძალიან სამარცხვინოა და საშიში, როდესაც საქართველოს მთავრობა არათუ სამოკავშირეო ურთიერთობებს ანვითარებს დასავლელ პარტნიორებთან, არამედ ზეწოლასაც კი განიცდის მათგან და ჩვენ უნდა ხვდებოდეთ რომ ეს მეტყველებს ისევ და ისევ არათუ სამართლიანობის აღდგენაზე, არამედ პირდაპირ პოლიტიკური ნიშნის დევნაზე და ეს ვრცელდება არათუ მხოლოდ ოპოზიციაზე, არამედ იგივე სამოქალაქო საზოგადოება, როდესაც ჩვენ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავ სახელმწიფო გადატრიალების მუხტით ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ეს ნიშნავს სწორედ საკუთარი მოსახლეობის ტერორს, ეს ნიშნავს არასამთავრობო სექტორის ტერორს და ეს ნიშნავს მედიის დაშინებას პირველ რიგში. დიდი მადლობა ერთი ფრაზით მხოლოდ და მე ვასრულებ გავდივარ რეკლამაზე რეკლამის შემდეგ უნდა დავბრუნდე ლევან ძალიან მოკლედ ბრძანეთ კომენტარი არის აი ეს შედეგი შესაბამისად აშუაშია წულკიანი, როდესაც 18000 წინააღმდეგ არის ადამიანების პოზიცია. ინტერაქტივი ჩვენი გადაცემის ბოლომდე დარჩება ეთერში ერთი ფრაზით მხოლოდ სალომე მეც ვერ მოგცემთ უბრალოდ წარმოუდგენელი ერთი ფრაზით მინდა ვთქვა საზოგადოებასთან დაკავშირებით მე უკვე ვთქვი რომ ბაჩომ თვითონ აღიარა რომ საზოგადოებასთან მისი კონტაქტობა მისი ბრალი იყო და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას რომ თავის შეცდომების აღიარება მას შეუძლია და ჯაბა გეთაყვა. გამარჯობა თუ მაინდა-მაინც ლაპარაკი იმაზეა ერთი მეგობარი მაინც არ დარჩა თუ არ დარჩა ბაჩოს, აი აგერ ვარ ის ერთი მეგობარი და არ ამგონია სამართლებრივ და პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით ვინმეს პირადობას რაიმე პრობლემა ქონდეს, მაგრამ გარწმუნებ რომ საუკეთესო მეგობარი ვიყავ. ჯაბა ერთი ფრაზით მართლა აღარ მაქვს დრო რეკლამა მაქვს უზარმაზ. ალბათონთან შესვლა, მაგრამ ერთი შემიძლია რომ უპასუხო, ალბათ ახალი შეძენილი მეგობრები ბრძანდება თორე მაშინ რომ ყოლოდა გვერდით, ნამდვილად ურჩევდა რომ არ ჩაედინა ეს განსაკუთრებული სისასტიკით ადამიანების წამებები და თუ 8 წელი იყავით მისი მეგობარი, მაშინ თქვენს მის პოზიციას იზიარებდა. ნამდვილად არ მინდა თქვენთან პოლიტიკაში. აღარ გადავიდეთ ეხლა უფრო შორს. თემას არ გავცდეთ. მაგრამ ინანიებს ხო ძალიან კარგია. მადლობა. მე არ ვაპირებ პოლემიკას დაგენახეთ მაგალითისთვის რომ მისი მეგობარი არსებობს. მაშასე ახალაიას განაჩენი ეს არის სამართლიანობის აღდგენა თუ პოლიტიკური ანგარიშორება ინტერაქტივი გადაცემის დასრულებისთანავე დასრულებამდე დარჩება ჩვენს ეთერში გადაცემაში რეკლამის როა რეკლამის შემდეგ რეაქციაში შალვა რამიშვილი, თეასი ჭინავა ეკა ხოფერია, ნანიკო ხაზარაძე და დუტა ხირტლაძე რამდენიმე წუთში დავბრუნდებით არ გადართოთ იყავით ჩვენთან.
რას გიმზადებ და რა ხდება ტელეკომპანია იმედში, რატომ გახშირდა გადაცემების შემდეგ ბრალდებებით ჩვენზე სოციალურ ქსელსა თუ პრესის ფურცლებზე. არასოდეს არც ერთ თავდასხმას არ გამოუხმაურებივარ ჩვენს გადაცემებში, თუმცა ეს პირველად გადავწყვიტე პასუხი გავცე ყველას, ვინც მწვავე გადაცემების გამო ამა თუ იმ პოლიტიკური გუნდის პოზიციის გამყარებაში გვადანაშაულებს. რაც არ უნდა არ მოგწონდეთ ჩვენი გადაცემის სტუმრები, რაც არ უნდა გაღიზიანებდეთ ერთ მხარეს, რომელიმე სტუმრის პოლიტიკური კუთვნილება, რეაქცია მაინც ყოველთვის დაეთმობა ყველა მოსაზრების ადამიანს. განსაკუთრებით არასასიამოვნო სიგნალი პირადად ჩემთვის აღმოჩნდა ეგრეთ წოდებული ქობულეთის შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილის გოგა ხაინდრავას შემოტევა ჩვენს გადაცემაზე. არა ხაინდრავას გამო, არამედ იმის გამო, რომ ამ შეხვედრაში ბიძინა ივანიშვილიც მონაწილეობდა. ხაინდრავას პათოსი იმედს მაესტროს რუსთავიორს ერთდროულად ეხებოდა, როცა იმედს ვუყურებ, ხმები ყალყზე მიდგება. რადგან წელი არხზე ვაქხანალია. ეს არის სრული სიბინძურე, ფარისევლობა, პროპაგანდა, რომელიც წამლავს საზოგადოებას და ასე შემდეგ. ეს რეჟისორ ხაინდრავას ყველაზე რბილი შეფასებები იყო მედიის მიმართ, კიდევ უფრო უარესებიც იქვა. იმედს ვიტოვებ, რომ ეს პირადად ხაინდრავას მოსაზრებებია და არა ქობულეთში ივანიშვილთან შეხვედრის პათოსი და მთავარი მესიჯი. პასუხად ვიტყვი ერთს. მათ გასაგონად ვინც ფიქრობს, რომ ჩვენ ხელოვნურად ვძაბავთ სიტუაციას და ვქმნით დაძაბულობას. თუ გადაცემები მწვავე გამოდის, ჩვენ ნუ დაგვადანაშაულებთ ამაში. ჩვენ ვაშუქებთ იმ რეალობას, რაც ქვეყანაში ხდება და ასე ვაპირებთ კიდეც გაგრძელებას. მე როგორც გადაცემის წამყვანს მსგავს ბრალდებებზე რეაქცია ნული მაქვს, თუმცა ქობულეთის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების მიმართ ამ ტონალობაში შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილის განცხადებებს, რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლიდი. მით უფრო იმ გადაცემის წინ, რომელსაც სულ მალე 2 ნოემბრიდან დაიწყებს ტელეკომპანია იმედი და რომ წამყვანი ცხვებთან ერთად მეც ვიქნები, იმედის კვირა ყოველი კვირის ბოლოს რამდენიმე წამყვანი და ჟურნალისტების გუნდით ეთერში გადის. ასეთი პროექტი ქართულ რეალობაში ჯერ არ ყოფილა, ეს პირველი იქნება. ეს თქვენი გადაცემა იქნება ხალხის ყოველ კვირას პირდაპირ ეთერში მთელი საქართველო ალაპარაკდება. რა აქვს თქმელი იმედის წამყვანებს საკუთარი მოსახლეობისთვის, ეს იქნება გადაცემა, სადაც ყველა ჟურნალისტი საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიციიდან ისაუბრებს და არა ნეიტრალურიდან. ჩვენ ყველაფერზე ღიად ვილაპარაკებ, დაფარული თემები ჩვენთვის არ იქნება. მაშასე ახალი გადაცემის თანავარსკვლავედი შალვა რამიშვილი, შემოვძალით თუ შეიძლება შალვა რამიშვილი, ეკა ხოფერია, ნანიკო ხაზარაძე, დუტა სხირტლაძე, დღეს ჩვენთან ერთადაა თეასი ჭინავაც. ჩვენ ვიწყებთ კვირას 2 ნოემბერს და ეს იქნება ყველაზე გახსნილი გადაცემა ყველა იმ თემაზე, რომელიც საზოგადოების განხილვის მთავარი თემებია. მე მივესალმები ჩემს კოლეგებს, ძალიან დიდი მადლობა, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. პირველი კითხვა მინდა დავსვა ასეთი: რა ხდება ჩვენს თავს ყოველი გადაცემის შემდეგ? რატომ ხდება ხოლმე ნებისმიერი გადაცემა, როგორც აღმოჩნდა, თითქმის ყველა არხზე უკვე ვრცელდება ასეთი ტიპის შეტევები, დიდი თავდასხმებისა და შეტევების საგანი. შალვა, რა სიტყვი, რა არის ეს? ჩემი გადაცემის შემდეგ თავდასხმები ჯერჯერობით არ იყო. შენი გადაცემის შემდეგ ვერ იქნებოდა, ეხლა ბუნებრივად, სადაც კალაძე გამოდის და მღერის, იქ ბუნებრივია, რომ ეხლა ვერავინ ვერ შეგიტევს მით უმეტეს ხელისუფლებას. სმენიანმა ხალხმა რომ შემომიტიოს შეიძლება, სინამდვილეში პრობლემა ჩემი აზრით იმაში, რომ ზოგადად არა კონკრეტულად გადაცემების მიმართ, არამედ თლიანად ჩვენ საზოგადოებაში აგრესია ძალიან ბევრია. ხალხს ფული არ აქვს, სექსი არ აქვს, პერსპექტივა არ აქვს, ნუ პრობლემები აქვს. და ეძებენ დამნაშავეებს და ნუ ერთ-ერთი დამნაშავეები ჩვენ ვართ, რა თქმა უნდა. ადამიანები, რომლებიც რაღაცას აკეთებენ ისეც, რომელსაც ბევრი უყურებს და შესაბამისად გადმოაქვთ ეს აგრესიას. ესეც საზოგადოებაში, სადაც ასეთი პრობლემებია, ასეთი ყადის პრობლემებია, ეს ბუნებრივიც არის და მე მგონი ამას მე უკვე შევეგუე. მე მგონი შენს და მე მგონი აქ არა, შევეგუეთ, მაგრამ როდესაც ეს დაუსრულდა, ბატონო, შევეგუო, როდესაც გლანძღავენ და გაგინებენ. როცა გლანძღავენ და გაგინებენ, ეს არის ჩვენი პროფესიის ნაწილი. ჩვენ ვერ ვიქნებით ყველასათვის სათუთი და საყვარელი ხალხი. ამიტომ მე მგონი ყველა უნდა შევეგუოთ, რომ არის გარკვეული რაოდენობა მაყურებლებისა, რომლებიც ჩვენ გაგლანძღავენ. ეგ ბუნებრივია, ეს ჩვენ ამაზე შეგნებულად უნდა წავიდეთ. გვინდა აი ამ ხუთში ყოფნა. გაგლანძღავენ, ლანძღვა შეიძლება იყოს ძალიან ცუდი მოსასმენი და ლანძღვა შეიძლება იყოს ჩვეულებრივ მისაღები, უბრალოდ რომ დაგაფიქროს, რომ იქნებ რაღაცა შევცვალო. ეგ კრიტიკაა. მაგაში. ეგ ლანძღვა არ არის. კრიტიკასაც მივიღებ და ლანძღვასაც ახლა რა ვქნათ. ეს კარგი, მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პრობლემა არ, ბატონო. არ მომწონს ეგ ამბავი. კრიტიკას მივიღებ სიამოვნებით ყოველთვის. გასაგებია, მე კიდევ ერთხელ დავაკონკრეტებ, მე თქვენ აქ არ მომიწვევი ხართ იმაზე სალაპარაკოთ, რაზეც მე ჩემი პოზიცია დავაფიქსირე, მე პოლიტიკური გადაცემის წამყვანი ვარ და ბუნებრივია ვთქვი, რომ ჩემთვის არის სრულად მიუღებელი მსგავსი ტიპის თავდასხმები, თუმცა ვიღებ კრიტიკასაც
ჩვეულები ვართ, მაგრამ უბრალოდ როდესაც საუბარი არის რაღაც ვაკხანალიაზე, საპირფარეშოზე, ბორდელთანაც კი იქნა შედარებული პოლიტიკური გადაცემები, ჩემთვის ეს იყო ძალიან მძიმე თემა და ჩვენ ყოველთვის ალბათ გვექნება ჩვენი პასუხი. არა, გოგა ხაინდრავასთვის მე დღევანდელი ეთერი არ გამიკეთებია, დღევანდელი ეთერი ჩვენ გავაკეთეთ ჩვენი მაყურებლისთვის, რომელსაც სულ მალე ტელეკომპანია იმედი შესთავაზებს ახალ პროექტს და ამ პროექტის წამყვანები იქნებიან აი ის ადამიანები მინუს თეასი ჭინავა, რომელიც ეხლა აქ არიან წარმოდგენილი ამ მაგიდასთან. თეა რატო მიგვატოვეთ? ეს იქნება გადაცემა, რომელშიც მიიღებს ძალიან ბევრი ჟურნალისტი მონაწილეობას და ეს იქნება გადაცემა, რომელშიც ჩვენ ვისაუბრებთ რაზე. თეა რამდენიმე წუთში გვეტყვის თვითონ რატომ არ იქნება. ვისაუბრებთ რაზე. დუტა, რა არის შენი მთავარი სათქმელი მაყურებლისთვის? ეს იქნება გადაცემა, რომელშიც ჩვენ ვიქნები ძალიან ღია, ძალიან გახსნები პირველ რიგში ერთმანეთის მიმართ. თუ კი რაიმე კითხვები არის. ჩვენ ალბათ იმ თემებს ამოვჭრი ხოლმე, ყოველ შემთხვევაში მე ასეთი შეგრძნება მაქვს მომავალს უყურებ და ასეთი პერსპექტივა მაქვს ამ გადაცემაში, რომ რაღაცაირად კულტურაში არსებულ პრობლემებზე ვისაუბრებ, იმიტომ რომ ჩემი სამეგობრო ძირითადად ამ სფეროს მოღვაწეები არიან, ადამიანები, რომლებსაც ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ, თეატრი იქნება, ეს მხატვრობა იქნება, მუსიკა, მნიშვნელობა არ აქვს. და ალბათ მათ სათქმელს ერთიანად მოვიტან ხოლმე აქ და გამაცხადებს საჯაროდ რა პრობლემები აქვს, რა გამოსავალს ხედავენ, თუნდაც აგერ სტუმრად მოვიწოდოთ ხოლმე და ვისაუბრებთ იმ თემებზე, რაც მათ აწუხებს და შესაბამისად არ იქნება დაფარული თემა არანაირი ამ შემთხვევაში დუტა საუბრობს დაუშვათ კულტურაში. კი ბატონო, მე რაღაცნაირად მაგ მიმართულებას ავიღებ ჩემ თავზე, თუმცა რა თქმა უნდა ნებისმიერ თემაში გამოყვებით ბოლომდე და ჩემ მოსაზრებას დავაფიქსირებ, ჩემს ირგვლივ ადამიანების მოსაზრებებს და ვიქნები ერთგვარი რუპორი ამ ჩემი სამეგობროსი და იმ ადამიანებისა, ვისაც უნდა რომ რაღაცა ქნან, იმიტომ რომ კულტურა მე ვთვლი რომ ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი ისეთი სფეროა, რომელიც საბოლოო ჯამში ისტორიის სახელმძღვანელოს რო გადავშალოთ, პოლიტიკური მდგომარეობა და მეორე კულტურული მემკვიდრეობა. ძირითადად კულტურული მემკვიდრეობით მდიდარი წარსული თუ გვექნება და დავტოვებთ, შესაბამისად ჩვენ ვიტყვით რომ შესაბამისად რაღაცა ქვეყანაში რაღაცა დაგვიტოვებია. კი ბატონო, ნანიკო, რას ეთქვის შენ მაყურებელს? რა არის შენი მთავარი სათქმელი მაყურებლისთვის? ალბათ უნდა მაღელობდეს მეც დუტა და ყველას უნდა აღელოს, მაგრამ მე უფრო სხვა რამე მაღელობს დღეს. მე მაღელოს აქედან რომ გავდივარ და იქ ქალბატონი უხდება და 17 ლარი მომეცი რომ უკან წავიდე სახლში. მე მაღელობს ბევრად უფრო როდესაც ადამიანებს არ აინტერესებს რას ლაპარაკობ, იმიტომ რომ მას შია. მე მინდა რომ რაღაცნაირად აღქმა კონდეს ერის ისეთი როგორც არის და არა ისეთი რისი პრეტენზიაც გვაქვს. ჩვენ მუდმივად ვითხოვთ ჩვენი თანამემამულებისგან რომ ვიყოთ უფრო გახსნილები, კეთილები და ვერ ვიქნებით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პრობლემაა და ეს ფასადური რაღაცა სიმშვიდე და სილამაზე ეს მე მგონი ძალიან ბოლო წერტილია და იმის ქვემოთ ძალიან ბევრი ადამიანური პრობლემაა. ერთ საკლია სითბო, ერთ საკლია მოფერება. გინახიათ ქალი რომელიც სიყვარულით არის, ანუ ქმარი ყავს ან კაცი ყავს და ის არის შეყვარებული იყოს ბოროტი. ერთ საკლია სიყვარული და მოფერება. მე მინდა რომ მე მინდა რომ ერთმანეთს მე შეიძლება ვერ მოვეფერო ჩვენ მაყურებელს, რომ ძალიან მცელია უბრალოდ. რაღაცნაირად არ ვიცი სოციალურად დავეხმაროთ, საჭირო არ ვიცი რანაირად უნდა მოხდეს, მაგრამ ალბათ ძალიან ბევრი ბერკეტი არსებობს იმისათვის, რომ ელმა გაიღიმოს. და თავარია ეს გადაცემა იქნება ერთ-ერთი ასეთი მცდელობა, რომ საქართველოს ალაპარაკდეს აი ამ გადაცემაში ყოველი კვირის ბოლოს. შეიძლება ამ საუბრით დაიხარჯონ და ნაკლებად აგრესიული და ნაკლებად გაჭირებული იყოს. რა ვიცი, მე ვეცდები რომ თქვენთან ერთად ვილაპარაკო იმაზე, რაც რეალურად არის და არა პოლიტიკაზე და არა კულტურაზე და არა სპორტზე. უბრალოდ ადამიანებაზე და ღიმილზე, რომელიც ყველაზე მეტად აკლია დღეს ერს. ეკა სათქმელი რა არის საკუთარი მაყურებლისთვის? იცი რა არის, ძალიან დიდი ხანი იყო ის პერიოდი, როდესაც აი პოლიტიკურ და სოციალურ თემებს ჩამოვცილდი, ბუნებრივია მაინტერესებდა, მაგრამ ისეთი დოზით არა. რაღაც მომენტებში სულ არა, იმიტომ რომ ისიც მაინტერესებს, რასაც ვაკეთებ და ახალია. მომწონს ეს პროექტი იმიტომ, რომ აი მთავარი გზავნილი არის, რომ იმედი, როგორც საქართველოს, იმიტომ რომ ჩვენ არც ერთი არ ვართ ერთნაირი. ჩვენ ყველას გვაქვს სრულიად განსხვავებული პოზიციები სხვადასხვა თემების მიმართ. ჩვენ რაღაცები უკვე გვიკეთებია. ჩვენ აღარ გვინდა რომ ვიკეკლუცოთ, რომ რაღაც ჩვენი პოზიციები იმიტომ რომ მოვეწონოთ, შევალამაზოთ. მე ვფიქრობ, რომ დადგა ის დრო, რომ რაღაც თემები სწორედ წამოვჭრათ ჩვენი ცოდნიდან გამომდინარე და ხედვიდან გამომდინარე. ის რაც მე მაღელვებს, რასაც მე ვუყურებ როგორც აბსოლუტურად რიგითი მაყურებელი, ეს არის რომ ხალხს ამ შემთხვევაში პოლიტიკურად დაპირისპირებულ ხალხს ეზიზღება ერთმანეთი. მე მსგავსი ზიზღი კი 90-იან წლებში მახსოვს, მაგრამ ეხლა როგორც არის უბრალოდ
უბრალოდ უნდათ რომ აი ესენი მოკვდნენ, ამათ უნდათ რომ ისინი მოკვდნენ და ის რომ რაღაცნაირად ეცადო, რომ იცხოვრო ერთად. ის კი არა რომ დებატების დროს იყო კონსტრუქციული. არა, უბრალოდ არ გეზიზღებოდეს ადამიანი. და მე ძვირფასო პოლიტიკოსებო ჩვენ არ გირჩევთ იმიტომ რომ ერთმანეთი ასე გეზიზღებოთ, გირჩევთ იმიტომ რომ არგუმენტირებულად იკამათო და ასე შემდეგ. თუ მოვიდა დრო რომ ჩვენ ჩავერთოთ დაუშვათ და პოლიტიკოსებს უთხრათ თუ სხვადასხვა ადამიანებს რომ ძალიან დიდი ბოდიში რაღაცა საქმეს მიხედე და რაღაც უაზრობებზე ნუ ხარჯავთ დროს ერთმანეთთან დაპირისპირებით, იმიტომ რომ ეს გადმოდის მაყურებელზე. აი სრულიად ზიზღმა მოიცვა მთელი საზოგადოება. არავისი კარგი არ უხარია იმანეს გააკეთა ისი გადაიღეს. ხარუზე საერთოდ არ არის ლაპარაკი. კარგი. ეს არის პრობლემა, დუტა. რაც მეტი გინება, ეს იგი რაღაცა კარგი მოხდა. მე თქვენ არ გეთანხმებით, კარგიც არსებობს, იმაზე კარგიც არსებობს. ბევრი გაღიმებული ადამიანიც არსებობს. მეტი გინებაა რა. არა, არ გეთანხმებით და არ არის მიკეკულცია ჩემს ცხოვრების განმავლობაში. მუდმივად ვაფიქსირებ იმას, რაც მაქვს. შეიძლება დროთა განმავლობაში რაღაც ფასეულობა არ იცლება, დამოკიდებულება იცლება და ჩემი ტემპერამენტი, თორე არასდროს არ მიკეკულცია და ზუსტად ვიცი რომ კარგი ხალხი არსებობს და არსებობს და ამ გადაცემაში არ ვიკეკლუცებ, რაც არ უნდა მწვავე იყოს, თუნდაც ერთმანეთის მიმართ თუ კი გვაქვს რაიმე კითხვები. ჩვენი პოზიცია მე პირადად არც ერთ გადაცემაში არ დამიფიქსირებია, ყოველ შემთხვევაში სულ ვცდილობდი ხოლმე რომ მეტნაკლებად ნეიტრალური მაინც ყოფილიყავი. ეს იქნება გადაცემა, რომელიც 2 ნოემბერს დაიწყება, სადაც მე აღარ ვიქნები ნეიტრალური, აღარც შალვა, აღარც ნანიკო, აღარც ეკა, აღარც ჩვენი პოზიციით. თე არ იქნება ამ პროექტში, თუმცა კი ძალიან გვინდოდა. ეს უნდა გავამხილოთ ახლა ფირმის საიდუმლო, მაგრამ მოხდა ისე რომ თეასიჭნავა არ იქნება და რატომ მას მიაჩნია რომ რა მე ვიტყვი. მაგრამ ვიდრე ამას ვიტყვი, მე მინდა რომ გამოვეხმაურო იმას, რაზეც გადაცემის ამ ნაწილის დასაწყისში იყო საუბარი, კრიტიკა, ერთგვარი შემოტევა, ვის და ამ ტელევიზიას ნამდვილად არ უყვირს, მე მგონი, ისაც ამ ტელევიზიამ გამოიარა წლების წინ, ეს იყო კლასიკური მაგალითი, როგორ არ უნდა მოექცე მედიას. მე ვთვლი რომ ამ ეტაპსაც თუ ესეთი ეტაპი არსებობს იმედის ცხოვრებაში, მე მგონია რომ მას ჩვენ ღირსეულად გადავლახავთ. ეხლა რაც შეეხება რატომ არ ვიქნები მე ამ პროექტში, ეს ჩემი მოსაზრებაა, მე ვთვლი რომ წამყვანს უნდა კონდეს თავისი პოზიცია, ისეთ გადაცემის წამყვანს როგორიც ხარ შენ, როგორც არის ეკანანიკო, ან დუტა, ან შალვა, პოზიცია მოვლენის მიმართ. მე არ ვსაუბრობ არც პერსონაზე, არც პოლიტიკურ სიმპათიებზე, არა, მოვლენის მიმართ ჩვენ ჟურნალისტებს ყოველთვის გვაქვს პოზიცია და ამას მეტნაკლებად ასე თუ ისე მაინც იკითხება ჩვენს გადაცემებში, მაგრამ მე არ მაქვს ამის უფლება, იქიდან გამომდინარე, რომ დღევანდელი ჩემი ფორმატი ამის საშუალებას არ იძლევა. არ იძლევა, იმიტომ რომ მე მაყურებელს ვაწვდი მხოლოდ ფაქტებს და განჯა უკვე მაყურებლის უფლებამოვალეობა, უფლებამოსილება. ამიტომ მე არ ვიქნები ამ გადაცემაში წარმოდგენილი. თუმცა ძალიან საინტერესო იქნებოდა და იმედია სტუმრად მაინც გვეწვევი ხოლმე. მე ვიდრე შალვასთან დავსვავ შემდეგ შეკითხვას, მე მინდა რომ წარმოგიდგინო დაახლოებით მაინც როგორ ხედავთ ჩვენ კვირის გადაცემის თემატიკას. ის გუნდი ჟურნალისტების, რომელიც ამ გადაცემაზე იმუშავებს ჩვენთან ერთად, ლევან ჩხაიძე არის პირველი პირდაპირ ჩართვით. საღამომშვიდობის ლევან, დაიწყე რა თემებზე აპირებს შენ პირადად მუშაობას? საღამომშვიდობის, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. ჩვენ ყოველ კვირა საღამოს შემგთავაზებთ რეპორტაჟებს თემებზე, რომლებიც მუდმივად იწვევს ნებათა ღელვას საზოგადოებაში. ეს ადგილი ერთგვარი სიმბოლოა იმის, რომ საქართველო არის პარადოქსების ქვეყანა. ის რაც მოსწონს საზოგადოების ერთ ნაწილს, აუცილებლად არ მოსწონს და აპროტესტებს მეორე ნაწილი, რაც ხშირად რადიკალური დაპირისპირების მიზეზი ხდება. ავიღოთ კაზინო შანგრილა, რომელიც საპატრიარქოს გვერდით არის აშენებული და მუდმივად კამათის მიზეზია. მაგრამ უფრო მაურიანი და აჟიოტაჟი გამოიწვია მშვიდობის ხიდმა, რომელიც საკმაოდ პოპულარული გახდა და მის დემონტაჟზეც კი იყო საუბარი. პოლიტიკოსები და საზოგადოება ამ დრომდე ვერ თანხდება, უნდა აშენებულიყო თუ არა ხიდი, რომლის მშენებლობაც სახელმწიფო ბიუჯეტს 12.500.000 ლარი დაუჯდა და არის თუ არა მშვიდობის ხიდი ამ ადგილის შესაფერისი. და ტერიტორია, რომლის გასხვისების ფაქტზეც თბილისის ყოფილ მერს ბრალი აქვს წარდგენილი და რიყის პარკში ადგმული დოქების კონსტრუქცია, რომელსაც თბილისში გულივერის ბოტები შეარქვეს. მე მგონი ამ ადგილის მცირე ექსკურსიც კი საკმარისია იმის, რომ დაახლოებით შეგექმნათ წარმოდგენა თუ რა თემებზე იქნება ჩვენ სტუდიაში საუბარი. ჩვენ შევეცდებით მაქსიმალურად გავიგოთ და გიჩვენოთ თუ რა პრობლემები ატეხებს საზოგადოებას და რა უნდა ხალხს.
გემოვნება, რომელზეც საქართველოში მუდმივად და ყველაზე ხშირად დაობენ. როგორია ქართული გემოვნება ყოველ კვირა საღამოს იმედის ეთერში საქართველო ალაპარაკდება. დიდი მადლობა ლევან, ეს იყო ლევან ჩხაიძე, ახლა კი პირდაპირ ეთერში გვერდება მარიამ მოშხნელი. დაახლოებით რა თემატიკას შემოგთავაზებს ის საღამომშვიდობის მარიამ? ინგა ბოლო დღეებში განხილვის საგნად იქცა არა მარტო სოციალურ ქსელებში, არამედ თავად სამთავრობო წრეებში აი ეს მობილური ტელეფონი iPhone 6, რომელიც სოფლის მეურნეობის მინისტრმა 1729 ლარად შეიძინა. ეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში საარსებო მინიმუმი 155 ლარი და 80 თეთრია. იმ ფონზე, როდესაც ოფიციალური მონაცემებით ქვეყანაში სიღარიბის ვარსკვლავად მყოფი 428,000 ადამიანია. იმ ფონზე, როდესაც ასეთ ხელგამოწვილ მოხუცებს ჩვენს ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე შევხვდებით და ამაში მაყურებელიც დაგვეთანხმება. მაშინ არის თუ არა აუცილებელი ჩინოვნიკებისთვის ბოლო მოდელის მობილური ტელეფონების შეძენა, თუ ეს არის უბრალოდ კომფორტის ერთ-ერთი საშუალება. მე ასევე შემიძლია შეგახსენოთ ძვირადღირებული ავტომობილები, ასევე მივლინებები, პრემიები, თუნდაც სუფრები, რომელიც საბიუჯეტო სახსრებით იშლება. რას ფიქრობს ხალხი ამ ყველაფერზე და იმ თანხებზე, რომელიც ბიუჯეტიდან იხარჯება? კვირას 2 ნოემბრიდან იმედის ეთერში მთელი საქართველო ალაპარაკდება. ძალიან დიდი მადლობა, ეს იყო მარიამ მოშხნელი. ეს არ იქნება მხოლოდ ის თემები, რომელსაც ჩვენ შემოგთავაზებთ. პირდაპირ ეთერში გვერდება ბელა ზაქაიძე, ასევე ჩვენი კოლეგა, რომელიც იმედის კვირის ერთ-ერთი მთავარი ჟურნალისტი იქნება. საღამომშვიდობის, ბელა, გისმენთ? საღამომშვიდობის, ინგა, მოგესალმებით სტუდიაში. მე მაგალითად მაინტერესებს ეს ბორკილები დღესაც არის თუ არა უკანონობის სიმბოლო საქართველოში. რა ხდება რეალურად ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ქუჩებში, ჩვენს სახლებში? იჭრენ თუ არა დღესაც უკანონოდ ადამიანებს? არიან თუ არა დასჯილი დამნაშავეები? ჩვენ მოგიყვებით რა ხდება სინამდვილეში. მაგალითად, პროკურატურამ რატომ არ დაკითხა ზურაბ ჟვანიას საქმეზე მთავარი მოწმე გიორგი ბარამიძე? იგივე გიორგი ბარამიძე რატომ არ დაკითხა პროკურატურამ აფრასიძეების საქმეზე, რომელიც მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და სპეცოპერაციას უშუალოდ ხელმძღვანელობდა. რატომ არ აკეთებენ დღეს კომენტარს რაფალიანცის საქმეზე მანანა ბერიკაშვილი და ირაკლი ალასანია, რომლებმაც პირველივე წუთებში კონკრეტული ადამიანი დაადანაშაულეს. ჩვენთვის დახურული თემები არ არსებობს. ჩვენ მოგაწვდით კონკრეტულ ფაქტებს, გახმაურებული, გამოუძიებელი საქმეები და დანაშაულებები, რომელიც დღემდე გაუხსნელია. ჩვენ შევეცდებით ავხსნათ სიმართლეს ბორკილები. კვირას იმედზე ჩვენთან ერთად მთელი საქართველო ალაპარაკდება. ძალიან დიდი მადლობა ბელა და კიდევ ერთი პირდაპირი ჩართვა ამჯერად ნატალია ქაჯაია გვერდება პირდაპირ ეთერში. რა თემებზე ფიქრობ შენ, რომ შენი მაყურებელი წამოვა? რა თემებს შესთავაზებ მაყურებელს იმედის კვირაში? საღამომშვიდობის ნატა. ინგა, ბოლო შეტყობინება, რომელიც 112-ში შემოვიდა, იყო ერთ-ერთი ბავშვთა სახლიდან, სადაც აფიქსირდა სუიციდის მცდელობა. სამსასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი უკვე გზაშია და არასრულწლოვანი ბავშვის გადასარჩენად მიდის. როგორც ხედავთ, ეს არის მოვლენების ეპიცენტრი. ადგილი, სადაც ყველა წამი გადამწყვეტია და ადგილი, სადაც საქართველოს მაჯისცემა იგრძნობა. კრიმინალური შემთხვევები, ძალადობა ქალებზე, ოჯახური კონფლიქტები, ეს და სხვა თემები პირველად სწორედ ამ ოპერატორებთან 112 ამ დარბაზში შემოდის. 2 ნოემბრიდან კი იმედის ეთერში მოვლენების ტელეეპიცენტრს ჩვენ შევქმნით. იმედის კვირაში, მომავალ კვირას იმედის კვირაში მთელი საქართველო ალაპარაკდება. ძალიან დიდი მადლობა ნატალია. ეს იყო ნატალია ქაჯაია და მე ვიდრე რეკლამას გამოვაცხადებ ეთერში, მაყურებელს მინდა უთხრა, ეს არის ის მოკლე, რაღაცნაირი მოკლე გეგმასავით შეიძლება ითქვას, რასაც ჩვენ მაყურებელს ყოველ კვირას შევთავაზებთ. შალვა, რითი წარმოგიდგენია, როგორ უნდა იყოს, რითი უნდა იყოს განსხვავებული ეს გადაცემა? მე მაგალითად შემიძლია დემონსტრირება მოვახდინო და თუ გვაქვს რეკლამამდე დრო ძალიან ერთად რეკლამას გავუშვებ ეთერში. ხო, კარგია რომ აი პატარა რეპეტიცია მოვაწყოთ. მაგალითად, როდესაც საუბარი იმაზე იყო, რომ iPhone ეჭირა ჟურნალისტს და იქ მოხუცი იყო და საუბარი იყო იმაზე, მესმის ეს ძალიან პოპულარულია, რომ მთავრობა ძალიან ბევრს ხარჯავს, ხოლო მოხუცები შიმშილობენ. მე მიმაჩნია, რომ ჩვენ მთავრობა ძალიანაც მიქარავს, როდესაც აი პოპულიზმის ეფექტის ქვეშ იმყოფება და იმ მინისტრმა იყიდა თავისი ფულით ეს მობილური ბოლოს ალბათ ეს ნიუსი. პირიქით მათ უნდა ქონდეთ ძალიან მაღალი ხელფასები, მათ უნდა ქონდეთ ბოლო ტექნიკა, კარგი მანქანები, მაგრამ უნდა მოვთხოვოთ საქმის კეთება. ის რომ მინისტრი ცოტას იღებს ხელფასს, ცუდი ტელეფონი აქვს და ცუდი მანქანა აქვს, არ ნიშნავს რომ ეს არის კარგი. პირიქით მას უნდა ქონდეს ყველაფერი კარგი, ჩვენ უნდა მივწეთ დიდი ანაზღაურება და კომფორტი, ოღონდ
10 მაგათ უნდა მოუთხოვოთ. აი ნახოთ ვიდაოთ, აბა მართალი ვარ თუ არა, ასე ვთქვი. კარგით, გადაცემაში რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით, აი ასეთ საინტერესო პროექტს გიმზადებთ ყოველ კვირას საღამოს იმედზე, თუმცა კვირამდე ჯერ არის ეთერში რეაქცია და ჩვენ რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით, დაგველოდეთ. მაშინ ჩვენ ვართ კვლავ პირდაპირ ეთერში და როგორც უკვე გითხარით, იმედის კვირა 2 ნოემბრიდან გავა ეთერში კვირას საღამოს და ეს იქნება გადაცემა, რომელშიც შევეცდებით, რომ ნამდვილად მთელი საქართველო ალაპარაკდეს. თქვენთვის არ ვიცი, ჩემთვის ეს არის ერთგვარი სახიფათო ექსპერიმენტი. იმიტომ რომ არასოდეს არავისთან ერთად არ წამიყვანია გადაცემა. ეხლა როდესაც ვფიქრობ, რომ ესე იგი რამიშვილის, ხირტლაძე, ხოფერია, ხაზარაძე და პლუს ჟურნალისტები, რომლებიც თემებზე იმუშავებენ, ცოტა მეშინია, კიდე უფრო შემეშინდებოდა, კიდეზეც სიჭინაოცო დამატებულიყო, მაგრამ ეს არის სახიფათო ექსპერიმენტი და მე თანხმობთ. ნანიკო, რაღაც თქმა გიქვთ? შალვას მინდა უპასუხო. მინისტრებს უნდა კონდეს მაღალი ხელფასიო და ბიუჯეტიდან უნდა იყიდონ ტელეფონები. რატო უნდა იყიდოს? თუ აქ მაღალი ხელფასი, კეთილი ინებოს და თავისი ხელფასიდან წარმართო თავის კომფორტული ცხოვრება. შენი მიდგომა არის პროლეტარი, იმიტომ რომ მინისტრი, რომელიც ოპერირებს მილიარდობით და მილიონობით თანხებით, უნდა კომფორტით, უნდა იყოს უზრუნველყოფილი, მაგრამ უნდა მოხდეს თავის კომფორტით, თვითონ მეორე მომენტი. რა არის მეორე მომენტი რა? ჩემი ხელფასის დიდი ნაწილი მიდის მათთან. რატო უნდა იყიდოს ჩემი ხელფასის რამდენი პროცენტი მიდის? შენი ხელფასის რამდენი პროცენტი მიდის? რა მნიშვნელობა? თქვათ მიდის 2, არა. 12. ზუსტად უნდა იცოდე, მიდის ზუსტად საშემოსავლო გადასახადის სახით 20%. ვიცი? არა, 20 არ მიდის. 20 მიდის. კაი, მერე? 18-ია დეგეგე, მაგრამ მინისტრად რომ მიდის ადამიანი ხელფასის დიდს ვერ იღებს. იღებს სულ რაღაც 5,000-6,000 ლარს. 5,006 ცოტაა შალვა. ძალიან ცოტა იმ რანგის მენეჯერისთვის. იმიტომ რომ ბანკის ნებისმიერი თანამშრომელი მაღალი რანგის იღებს ორჯერ მეც და არ შეიძლება ამხელა პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი. ბანკის მენეჯერმა ბანკის ბიუჯეტიდან რო იყიდოს ტელეფონი მას აპატიებს ბანკის თანამშრომლები. მოკლედ. კარგით. სხვათაშორის მეც მიმაჩნია, რომ არ უნდა ქონდეთ დაბალი ხელფასები სახელმწიფო სამსახურში დაკავებულ თანამდებობის პირებს, იმიტომ რომ უფრო მეტი საფრთხე ჩდება მერე კორუფციის, უფრო მეტი საფრთხე ჩდება კი ბატონო და იმისი რომ არ გეყოლება კარგი სპეციალისტი და უნდა უღირდეს სახელმწიფოს. მაგრამ იმაში გეთანხმები, რომ მობილური ტელეფონი არ უნდა იყიდოს. რატო უნდა იყიდოს? პირადი მოხმარების კარგი მოხმარების, საგანი თავის ჯიბიდან იყიდოს. კომპიუტერი პირადი მოხმარების საგანია, სამუშაო კომპიუტერი. სამუშაო არა, ვინ უნდა იყიდოს? მობილური იგივე კომპიუტერია, როდესაც ის მიდის. ივინებაში. არა, მას უდევს სამსახურმა უნდა დაახვედროს კომპიუტერი და კომპიუტერში მარტივად შეიძლება ესეთი ოპერაციის ჩატარება. Windows-ი კი არა. ახალი შიგა Winchester-ი ჩააყენო და ყველაფერი ახალი გეყენო. შიგნით უყიდოს IT სამსახურმა, გამოუწვევს ეს კომპიუტერი განუა. თანხმდებით იმაზე, რომ ხელფასები არის საჭირო, მაგრამ არ შეიძლება დავუშვათ, შეიძლება კი არა და არ შეიძლება მოდით პირდაპირ პირველად ვაფიქსირებ, ეხლა მე რეპეტიციას გავდივარ ახალი გადაცემისთვის, არ არის აუცილებლობა, რომ სახელმწიფო მოხელეს მაინც ბიუჯეტიდან უყიდონ ასეთი რამ. თეას მინდა ერთი კითხვა დაუსვა. გაგვემიჯნა და თქვა, რომ ნიუსების წამყვანი არ შეიძლება რომ ასეთი ტიპის გადაცემის წამყვანიც იყოს. როგორც ნიუსების წამყვანს, ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარი თემები, როგორც წარმოგიდგენია, რა არის მაყურებლისთვის, ის რას ამბობენ პოლიტიკოსები, ის რომ დაუშვათ რეაქციაში დგანან და ერთმანეთს ედებატებიან თუ რა? კარგი. პირველ რიგში ვიტყვი, რომ მომწონს ეხა უკვე მომწონს რაც ხდება და ცოტა გული მწყდება, რომ ვერ ვიქნები წარმოდგენილი ამ გადაცემაში, იმიტომ რომ მე ვაკრიტიკებდი ვით საკრიტიკებელი იყო მას წლების განმავლობაში არ შემშინებდა და არც ეხა შემეშინდებოდა, მით უმეტეს ეხა კრიტიკა იოლია. გვაქვს ძალიან დიდი თავისუფლება ეს თემების ანონსმაც გვაჩვენა, რაც ჟურნალისტებმა წარმოადგინეს და მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დიდი მონაპოვარია თითოეული ჩვენთაგანისთვის. ეხლა რაც შეეხება შენს დასმულ კითხვას. პოლიტიკოსებს საკმაოდ დიდი სივრცე აქვთ დაკავებული ტელეეთერებში, იქნება ეს პოლიტიკური თოქ-შოუები თუ იქნება ეს ნიუს გამოშვებები. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ თქვენს გადაცემაში უფრო საინტერესო იქნება, რაც შეიძლება მეტი დოზით იყოს წარმოდგენილი საზოგადოება. და მათ თქვან უფრო
რადგანაც ისინი ხშირად გვაკრიტიკებენ და მართლა გვაკრიტიკებენ ძალიან ხშირად და მე ვფიქრობ, რომ საქართველოში ყველაზე კარგად ყველა მიცის ჟურნალისტობა და მედია, ვიდრე თავად ჟურნალისტებმა, რატომღაც ესე გამოდის. მარტო ეს კარგი. ხო, მარტო ეგ არ არის ყველა სფეროში წესია, ამიტომ თუ კი ისინი უფრო აქტიურად იქნებიან წარმოდგენილი გადაცემაში, შეიძლება უფრო საერთო ენა გამოვნახოთ ჩვენც მედიის წარმომადგენლებაც და საზოგადოებაც. ძალიან კარგი იქნება თუ კი უფრო მეტად რეგიონის მოსახლეობა ჩვენ ამას ვაპირებთ, რომ რეგიონები რაც შეიძლება დიდი დოზით იყოს შემოსული ჩვენს კვირის გადაცემაში. ის რაც რეალურად აკლია, ხო, ქართულ სიუჟეტს. ამიტომ მე ესე ვიტყვი, რომ აუცილებლად უნდა უყუროთ ამ გადაცემას, იმიტომ რომ იმას, რასაც ვერ ვიტყვი მე და ვერ გეტყვით ჩემი გადაცემიდან, გეტყვიან აი ეს ადამიანები, რომლებიც ახლა სტუდიაში არიან. ეკა ხოფერიას აძლევს ეკას გესმის. იცი რა არის, აი ხო უბრალოდ დავფიქრდი, რატომ არ აქვს უფლება პოლიტიკოს რომ გაგვაკრიტიკოს ჩვენი გადაცემები. ანუ ნუ უხსნით და ნუ ვართმევთ მას ამ უფლებას. არა, არ ვართმევთ. უბრალოდ მე დავსვი თუ ჩემ შესავალზე გაქვს შესაუბარი, მე დავსვი კონკრეტულად შეკითხვა ხაინდრავასთან დაკავშირებით, ჯერ ესეთი არ მომეწონა მისი ტერმინოლოგია, რა ტერმინოლოგიას დაუშვათ მერია საშუალებებთან დაკავშირებით მან გამოიყენა და პლუს უბრალოდ დავსვი კითხვა, ეს სახიფათო სიგნალი ხო არ შეიძლება თქო იყოს იმ ქობულეთის შეხვედრიდან გამოსული კაცისგან, თორე გოგა ხაინდრავა კი არა, ნებისმიერ პოლიტიკოს და ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება და ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ვინმეს წავართოთ ჩვენ კრიტიკის უფლება. ხო, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ეკას მიცემ და მე კრიტიკა, იმიტომ რომ იცი რა ძალიან ხშირად გამიგია, ესეც არ ვიცხარ, რამდენი თემა არის, რომ აი მაგალითად იგივე შენი ტიპის გადაცემები, რომ აი რას აკეთებს, რატო აპირისპირებს. ხო, აი რა გაგიგია, აი მითხარი რა გაგიგია შენ წრეში, შენ საერთოდ. აი ისევ დაიწყო, ეხლა ისევ ჩახოცავენ ერთმანეთს, და აი მე მინდა შენ კითხო, აი რა შედეგი დგება, აი ამ ჩახოცვის და დაპირისპირების შედეგად. კურიერის წამყვანი მე მეკითხები წლების განმავლობაში ღამის კურიერი მიყავდა და მხოლოდ იმაზე იყო აგებული ეკა ხოფერიას გადაცემა, რომ ორ მხარეს დაეჭამა ერთმანეთს და მე მისვავ ეხა ამ კითხვას. წამყვანი, რომელიც რაღაც პერიოდი. იცის პასუხი, მაგრამ. ვაცადე მეცუк. მე ვიტყვი, თქვი, მე ხო ვთქვი, რომ მე აწი გამსვლელი და ღია. იყო ეს მიმოხსნილი. შორს ვარ იმ აზრისგან და საერთოდ არ მომწონს ესეთი ფორმულირება, რომ აუცილებლად უნდა აკეთო კონსტრუქციული რაღაცა მშვიდი. არა, ამ კუთხით არ გეუბნები. აი ნახე ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ, ხო? აი რაღაც შედეგი უნდა გქონდეს, გარდა იმისა, რომ ეს მწვავე, საინტერესო ახალ ინფორმაციას აწვდი, მაგრამ აი როგორც საზოგადოება ძალიან ხშირად გამიგია, რომ აი რა იცვლება. აი დაუშვათ კარგი, მე გაგცემ მაშინ პასუხს, რადგან ჩვენ შევთანხმდი და ჩემს ანონსშიც იყო ეს ჩასმული, დღეს ყველაფერზე ღიად უნდა ვილაპარაკოთ თქო და არა მარტო დღეს, დღეიდან ყოველ კვირა საღამოს პირდაპირ ეთერში. ჩვენ ავსახავთ იმას, რა ხდება. თეა სიჭინავას აქვს ძალიან კარგი პრომო, სადაც ის ამბობს ქრონიკის კუჩი, რომ ეს არის სარკე და ეს სარკე შეიძლება არ მოგწონდეს ყოველთვის, რასაც აჩვენებს, მაგრამ ეს არის სარკე და ჩვენ ვცდილობთ ამ პირდაპირ ეთერში რომ ვაჩვენოთ. ეს არის ნამდვილად ჩვენ არ ვძაბავთ. აი ძალით ხო არ მოყავს ეს ხალხი და იმ ხალხს ხო არ ურეცხავთ ის რომ თქვენ ეს უნდა თქვათ იმის საწინა. ეს არის ჩვენი რეალობა და ჩვენ ამას ვაჩვენებთ. რაც შეეხება გამოსავალს, გამოსავალი დუტა დამეთანხმე, მე ვფიქრობ რომ აი ჩვენ ახალ გადაცემაში გამოსავალიც უნდა ვეძებოთ. იგა და თუ შეიძლება ძალიან მე იცი რა მინდა მე ვფიქრობ რომ აი თუ და სულად არ მიმაჩნია რომ სიმწავე არ უნდა იყოს ტელევიზიით და რაღაც ასევე ხელოვნურად თუ ეს იქნება მწავე ამ შემთხვევაში კვირის გადაცემა და თუ ჩვენ მივახციეთ რომ აი რაღაც კონკრეტული არ ვიცი მე რაღაც შედეგები დავდეთ, აი ან კანონი შევაცვლევინეთ, ან რაღაცა რეალურად, ხო, გადაცემა. ჩვენი ხმა, ეს არ იქნება ერთი ხმა. ეს არ იქნება ხუთი ჟურნალისტის ხმა, ეს უნდა იყოს ხალხის ხმა. მეორე ასპექტიც არის და მესამეს და მეოთხეს და ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი, რომ ჩვენ შოუ უნდა გავაკეთოთ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ისეთი შოუ, რომელსაც ადამიანი დაჯდება და უყურებს და ამ შოუს თავისი სასმენსი, ანუ რაღაც სიმძაფრე და განვითარება უნდა ქონდეს. რასაც ინგა აკეთებს, ხო? საუკეთესოდ გამბოდეს, ინგას რო არ ქონდეს ეს ასპარეზი, ალბათ თრილერებში ითამაშებდა და დახოცავდა იქ ხალხს შესანიშნავად. დღეს ხო არავინ დახოცა ერთმანეთი. ხო, აი ეს არ ვარ დაკი. არა, დღეს თემა იყო ისეთი, რომელზეც უბრალოდ დარბაზში ვერ ვარ. რატო არ გაიტანე? მოდით ერთს ვიტყვი მე კიდე და
დუტასთან გადავალთ, ჩვენ მაყურებელს რა უნდა უთხრა კიდევ. ჩვენ გვეყოლები ან გმირები, მოვლენების გმირები, კონკრეტული ადამიანები, ვიზეც ნანიკო საუბრობდა, რომ მე რო აქედან გავდივარ, ის ადამიანი ვიღაც მხდება და მეუნება, რომ მე არ მაქვს წამლის ფული, მე არ მაქვს გზის ფული. ადამიანები, რომლებსაც შეიძლება სულაც არ უჭირთ, მაგრამ რაღაცა კონკრეტული ისტორიის გმირები არიან, სტუდიაში გავაცოცხლებთ ამ გმირებს. დუტა. ნანიკოს ერთ რამეში ვეთანხმები და აბსოლუტურად მისი სოლიდარობით გამშვალული ადამიანი ვარ, გეთაყვა, მაგრამ არსებობს კიდე ერთი რამ, ის პრობლემა, რასაც შენ ასახელებ, არის ასე ზოგადად ხელშესახებია, ისევე როგორც მერალ თემებით მაწუხებს, ხო? თუ დაუშვათ კულტურა, კინოს განვითარება, თეატრის განვითარება, ხელოვნების საერთოდ ზოგადი განვითარება და ამაში მე ვიცი ახალი თაობის პრობლემები და ძალიან კარგად ვიცი ამათი პრობლემები და ძალიან კარგად ვხედავ და ძალიან უჭირთ. ზუსტად იგივენაირად, ოღონდ ეს ადამიანები იმ დოზებამდე არ არიან მისული, რომ გაითქმნენ, თუმცა პაძემკაში რო დგანან, უკაცრავად პაძემკა ვახსენე, მაგრამ მიწისქვეშა გადასვლაში რო დგანან და ლუკმა პურის ფულს რომ შეულობენ, ჩემთვის ეს ხელოვანი ადამიანები არაფრით არ ჩამოვარდებიან მოხუცებულებს. სანამ აქ შემოვიდოდი, შენ ამბობდი, რომ ჩემზე აგრესია აქვს კიდე დუტა, ეს დუტა უნიტას გახსნი, კიდე დუტა. კი ბატონო, სწორედ ისეთი ადამიანები ამბობენ შენზე, ვისაც გონია რომ რაღაცა რესურსი აქვს და სახში ზის. მე ის ადამიანები რეალურად კი ბატონო, მაგ ადამიანებზე ლაპარაკობ ხო? აქვს რესურსი, შეიძლება შენზე მეტი, ჩემზე მეტი. ეგ არ მაგრამ ის ზის სახლში და გიყურებს და იბოღმება რომ ტელევიზორს ჩართავს ახლა ხვალ ჩართავს შეკვე. არაფერი უნდა უთხრათ, რამე უნდა ვქნათ, რა. ეს ტიპიური ქართული მიდგომა. არა, ტიპიური ქართული რომელია? ტიპიური ქართულია. მინისტრმა თავის ჯიბიდან კი არა და ბიუჯეტი არ მოგიყიდოს, რომელია ტიპიური ქართული? რომ დავიწყე, ბოდიში. ემაპატიეთ, მე ვიყიდე ტიპიურ ქართულ მიდგომას. კულტურაზე გადავინაცვლე, მაგრამ გიბრუნდები ისევ იმ ადამიანებთან ბრუნდები, ვისაც ყველაზე ძალიან უჭირს და არსებობს თემები, როდესაც ჩვენ ადამიანებს შეგვიძლია ყოველგვარი ტელევიზიების გარეშე შეგვიძლია გაუწოდოთ მათ ხელი დახმარების და ამას არაერთგზის ვაკეთებთ ხოლმე სხვადასხვა კომპანიებთან შეთანხმებით ჩვენ გროდებით ერთად ჩვენ მივდივართ და კონკრეტულად ამ ადამიანებს სწორედაც რომ დახმარების ხელს უწოდებთ ხო ეს არ ნიშნავს იმას რომ ქვეყანაში ჩვენ არასოდეს არ გვეყოლება ხელგამოწვეული ადამიანი ეს არ ნიშნავს იმას რომ ქვეყანაში არ იქნებიან უკიდურესად გაჭირვებულები უბრალოდ ჩვენ შეგვიძლია იმ დანარჩენ ადამიანებს რომლებიც ამ უკიდურესად გაჭირვებულებზე ოდნავ ზემოთ არიან და კიდე რაღაცის და ეს ებღაუჯებიან ცხოვრებას და უკვე პერსპექტივა დაკარგულები კი არა ქუჩაში. ანუ კიდე ვინც ებღაუჯებიან ამათ რაღაცნაირად შეუძლებლობა აი ამათ რაღაცნაირად ხარი შეუყურებთ და მათი აზრი მოვიტანოთ და გავაჟღეროთ. აუცილებლად. თუ მინისტრების ხელფასებზეა ლაპარაკი რაც ჩავლამ თქვა. ხონდეთ მაგარი ხელფასები, ოღონდ ფორმულირება გავაკეთოთ სხვანაირად. მოდი ვთქვათ რომ ჯერ კარგად გააკეთონ თავიანთი საქმე და მე გქონდეთ მაგარი ხელფასები. კარგი, და კიდევ ერთი ცოტა დასასრულისკენ რომ წავიდეთ. არის თემები, აი ჩვენ სულ ვამბობთ, ხო ეხლა დღევანდელი გადაცემას ხო ჩვენს არ მქონდა დაგეგმილი, რაზე უნდა გვესაუბრა, უბრალოდ ვიცოდი რომ თქვენ რომ შემოხვიდოდით ეს ექსპრომტად გამიჩნდებოდა რაღაც შეკითხვები. არის ერთი მთავარი თემა, ხო? თქვენ ამბობთ რომ აი გაღიზიანებული ადამიანები ყველას ამ ადამიანებს ძალიან ბევრი კითხვები აქვთ. იგივე ჩვენს მიმართად, ჩვენს მაყურებლებს გულისხმობ. შალვას მიმართ, ჩემს მიმართ არ ვარ მართალი? ნუ ეკითხები არა და მე ამბობენ რომ შენ რა უფლება გაქვს ჟურნალისტი ხარ რა უფლება გაქვს რომ გადაცემა მიყავს მაგალითად ჩემი მარადიული ესე იგი პასუხგასაცემი არის თემა რა გინდოდა პოლიტიკაში აი შენ რო პოლიტიკაში იყავი კარგი იყო და აი ეს არის სულ და ეხლა მე მაყურებელს კიდევ ერთხელ ვეთქვი რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდ შეცდომად მიმაჩნია ის რომ მე ვიყავი პოლიტიკაში და თუ ვინმე კიდევ ერთხელ გაღიზიანდება იმის გამო რომ მე დღეს ეთერიდან ვსაუბრობ კიდევ ერთხელ დავუფიქსირებ რომ ძალიან უნანობ და ასეთ შეცდომას ჩემ ცხოვრებაში არ გავაგრძელე შალვა გააგრძელე რა შეიძლება имас რომ მე ციხეში მოხვდი და 4 წელი ქუჩის აკადემია გავიარე ციხეში ესეც რა თქმა უნდა იყო ჩემი გამომძალველი რო იყო ხო ხაჭერს ყოფნეუნებია რომ მექთამევა ხო არა მართლა არ ვიცი ხო და საქმეს მაგაშია რომ გამომძალველს რომ მექთამეს რომ მეძახიან მე სიამაყით პასუხობ რომ რა ის მექთამე გამომძალველი ვარ მოდით ეხლა არ დავიწყებ იმ ამბის გახსენებას მაგრამ ყველა მისე გაიგოს როგორც სურს მაგრამ მე რაც მომცა საქართველოს სახელით მოსამართლემ ის 4 წელი მე თავიდან ბოლომდე ზვანოკით როგორც თქვენ ხოლმე მოხადე ანუ საზოგადოებას გადაუხადე ის და ჩემი აზრით გარკვეულ საკითხებზე ლაპარაკის მორალური უფლება მოვიპოვე თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ აი და მინდა აი ამ აგრესიულ ხალხს უთხრა უბრალოდ აგრესიულ ხალხს კი არა ადამიანებს რომელსაც მუდმივად შეკითხვები აქვს რა თქმა უნდა ჩვენ ვართ
ყურადღების ეპიცენტრში და ჩვენ გვაქვს თმენის ვალდებულება, შეურაცხყოფების მოსმენის, მშვიდად მოსმენის ვალდებულება. სულ ვფიქრობ, რომ შეურაცხყოფები მშვიდად უნდა ვისმენოთ. მაგას არა. მშვიდად შეიძლება ავღელდეთ, მაგრამ ჩვენ უნდა გავიგოთ, რატომ ხდება ეს. როდესაც ჩვენ იმ მაგიით სარგებლობთ და იმით ის გვევასება, რომ პოპულარულები ვარ და ჩვენ ყველანი ამის ერთგვარი მოხმარებლები ვართ, სვეპლები ვართ. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს მუქთად არ არის. ამაში ვიხდით ამფას, რომ ჩვენ გულანძღავთ. მაგრამ მე მინდა, რომ ჩვენ და ძალიან კარგია, ინგა კარგად გამოგივა, ვიცი, რასაც აქამდე არ აკეთებდი, ჩვენ გამოვალთ ყოველდღიურას, საღამოს და ჩვენს მოქალაქეობრივ პოზიციას დავაფიქსირებთ. აი მე ვნახე შენ ლანძღვა. კარგი, მზად ვარ, არა, ასეთი ტიპის ლანძღვისი მზად ვარ. ეკა და ბოლოს მინდა რომ სიჭიმ დაასრულოს ეკა. შენი სათქმელი. იცი რა არის, მე ერთი სათქმელი მაქვს ბოლოში, მაგრამ რა არის, იცი, მართლა ძალიან დიდხანს ვფიქრობდი ამ პროექტზე, მართლა რისკ ფაქტორები ძალიან დიდია, იმიტომ რომ დავუშვით ის, რასაც ახლა ვაკეთებ, არის ძალიან კარგი. მოდის მხოლოდ პოზიტივი, კომფორტული. მოდი, ეხლა ჩემგან განსხვავებით, შენი გადაცემა სრულიად კომფორტული. აქ მაინც არ ვიზდი, რას ლაპარაკობ. პოზიტივზე. და არის ხო ეს, მაგრამ ბუნებრივია, იცი რა არის, გარდა იმისა, მე ვფიქრობ, რომ ჩვენი მოსაზრება გამოვხატოთ, ასევე ვფიქრობ, რომ უფრო აქტიურად ჩავერთოთ, აი მე მაგალითად ვფიქრობ, უფრო ჟურნალისტური გამოძიებით, თუ ეს არის თემა, მარტო პოზიცია კი არ გამოხატო, წახვიდე, გაარკვიო, რეალურად შენი ფუნქცია შეასრულო. ამიტომ და მე ვფიქრობ, რომ რაღაცა ელოდება არა, სანამ მე ვიტყვი, შენ ერთი რაღაც უნდა ვთქვა, მაყურებელს უნდა ვთქვა, დღეს ხო ყველაფერზე ღიად საუბრობ. მე და ეკა ხო ფერიას რამდენი წელი არ მახსოვს, ქონდა ესეთი ოცნება, რომ ერთად წაგვეყვანა ток-შოუ. ეს იყო ძალიან ბევრი წლის. მე მგონი ეკა ჯერ კიდევ რუსთავი 2-ზე რომ მუშაობდა და მე იმეჩი. ძალიან ბევრი წლის განმავლობაში სულ იყო ხოლმე ჩვენი ესეთი პატარა ოცნება, რომ აუ რა მაგარი იქნებოდა, რომ ერთად წაგვეყვანა ток-შოუ. ერთმანეთსგან სრულიად განსხვავებული რადიკალური ადამიანები ვართ. და აი მე მგონი, რომ ეხა დიდი დოზით ამოცნების ახდენა იწყება, იმიტომ რომ ეკა, ნანიკო, შალვა, დუტა პლუს მე და თქვი, რაღაცას ამბობდი გაგაწყვეტინე. ხო, იცი ეს რაღაცა ბოლოში მინდა, მაგრამ თემაზე გამოკევით არაფერი ისე. სიჭიმ დაამთავრეს, მაგრამ რისი თქმა მინდა, იცი რომ ხო, აი იცი რას მეუბნებიან, რომ სად მიდიხარ? იცი რას გიზავენ? შალვა რამიშვილი და გრიგოლია დაგაცდიან ლაპარაკს და შენ ხო და აი მე ვამბობ, რომ მე მგონი რომ ეს არ იქნება. რა თქმა უნდა, ეს ლაპარაკში შეჯიბრი არ იქნება. ხო, ლაპარაკში შეჯიბრი არ იქნება და თუ თქვენ ჩემგან ელოდებით ეს სრულ აკადემიზმს და ესე მშვიდად რომ ასე ვთქვათ, ვიქნები, არა. ვაპირებ, რადგან მოვედი ამ პროექტში, ვაპირებ რომ ის რაც იყო ადრე ეკა ხოფერია იმ პოლიტიკურ და საინფორმაციო ჟურნალისტიკაში იმის 99% იქნება ჩართული აქ. რაღაც ნაწილში, ხო, ასე ვთქვათ, აი იმას ვემშვიდობები, ასე რომ მზად ვარ მთლიანად ჩავერთო და ბოლო განცხადებისთვის მინდა რომ მე მომცე 2 წელი. მოკლედ, ეხა დროს ვაცილებ და სულ არ თვლი რომ ეს გადაცემას არისკოა. არა, ცოტა დავძაბ. ასოციაციებობა. არ არის. ერთ ვიტყვი რომ ერთმანეთთან ლაპარაკში შეჯიბრი ეს გადაცემა არ იქნება. სიჭი თქვი და დაასრულოს ეკა. როგორც მაყურებელი ისე ვიტყვი მაშინ, ჯერ პირველ რიგში გისურვებთ წარმატებას და მინდა გისურვოთ რომ ეს გადაცემა იყოს ისეთი რომ მარტო მთელი საქართველო კი არ საუბრობდეს თითოეული გადაცემიდან ერთი კეთილი საქმე მაინც გაკეთდეს. მე იმეც ვიტოვებ რომ დღეს დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე ჯანსაღი კრიტიკა ხელისუფლებას ყოველთვის აიძულებს იმას, რომ ყურადღებით მოусმინოს საზოგადოებას. მე ვფიქრობ, რომ დღეს გვაქვს ამის შესაძლებლობა, შეიძლება არ იყო ეს წლების განმავლობაში, გვაქვს ამის შესაძლებლობა და მე მინდა რომ თქვენ ეს მაქსიმალურად გამოვიდეთ. დიდი მადლობა, ეკა დაასრულე. და მე მინდა სადარება რომელია ჩემი კამერა. აი კამერა. რაღაც მინდა მაინც ვეცდები რომ ჩვენი კვირის პროექტში მიუხედავად იმისა რომ თქვი რომ 99% ვეცდები რომ ის ძველი ეკა დაბრუნდეს, მაინც ვეცდები რომ რაღაც პოზიტივი იყოს ბოლოში. და ცოტა აგირიოთ ხოლმე. ანუ რაღაცა მოულოდნელი რაღაცებები გაკეთოთ, რასაც თქვენ აი არევა პოზიტივი. არევა ყველაზე მე მინდა ეს განცხადება გავაკეთო წლების წინ პირადია, მაგრამ წლების წინ, როდესაც იმედზე მიყავდა გადაცემა, იყო ასეთი მომენტი, როდესაც მე გავთხოვდი პირდაპირ ეთერში ეს გათხოვების ამბავი მომილოცა ინგა გრიგოლიამ, რისთვისაც მას მადლობა და პირდაპირ ეთერში ჩემთან
და სტუმრად აბსოლუტურად სერიოზულ თემაზე ერთი ადამიანი, რომელმაც უბრალოდ გადაცემის ბოლოს ამოიღო ბოთლი და ჭიქა და მომილოცა ეს ამბავი. ბოთლი და ჭიქა არ წაუმიღია, იმიტომ რაღაცა ნიკუშა შენგელაია. ხო, და აი მე მინდა რომ დღეს პირდაპირ ეთერში ნიკუშა შენგელაიას და ეკა ჭიჭინაძეს მიულოცო დაქორწინება. ხო, აი ესე გავიგე დღეს, რომ დღეს ქონათ მას ქორწილი, ხელი მოაწერეს, ნიკუშა ეკა, მიყვარხართ, გილოცავთ და ამით სრულდება ჩემი განცხადება. ჩვენც გილოცავთ, მოკლედ, აი ამ პოზიტიურ ნოტაზე ვასრულებ და გემშვიდობებით. მე კიდევ ერთხელ შევახსენებ მაყურებელს, რომ ზუსტად ერთ კვირაში 2 ნოემბერს საღამოს კვირას იმედის პირდაპირ ეთერში გავა გადაცემა, რომელსაც ესე დავჯექით და შეურჩიეთ სათაურად იმედის კვირა. ძალიან საინტერესო გადაცემა იქნება, ასე რომ დაგველოდეთ უკვე არა მხოლოდ პარასკევს, უბრალოდ არა მხოლოდ ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, არამედ კვირასაც. ასეთი იყო დღევანდელი რეაქცია. მე ძალიან მიხარია, რომ ეს ინფორმაცია დღეს უკვე პირდაპირ ეთერში თქვი, ესე იგი პროექტი გადაწყვეტილია და უკვე ბოლოში ვართ გასული და ჩვენი პირველი ეთერი შედგება 2 ნოემბერს. ახლა კი ჩემს კოლეგებთან ერთად მე მინდა დაუბრუნდე ჩვენი გადაცემის მთავარ კითხვას და შევაჯამო ინტერაქტივი ახალაიას განაჩენი დავსვით გადაცემის დასაწყისში შეკითხვა. ეს არის სამართლიანობის აღდგენა თუ ეს არის პოლიტიკური ანგარიშტორება? შემოსულია 24201 ზარი, 21890 მიიჩნევს, რომ ეს სამართლიანობის აღდგენის ფარგლებშია. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ მომავალ პარასკევამდე. ნახვამდის.